მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე, მე ჟურნალისტი მეირაყ მეტრეველი. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხტომაზე მეგობარი აქტის განხილვა სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გადაიდო. ამერიკის ხმის ჟურნალისტის თქმით, მოსმენის გადადება ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს უკავშირდება. როგორც პირველი პირდაპირ ეთერში ანი ჩხიკვაძემ ვაშინგტონიდან განაცხადა, ვერ მოხდება შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის და მისი განხილვა ახლა უკვე მარტის ბოლოსკენ არის დაგეგმილიო. ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში სულ უფრო კაცრდება კანონმდებლობა, სულ უფრო მეტ ადამიანს აჯარიმებენ, სულ უფრო მეტ ადამიანს უსჯიან პატიმრობას და ამას ოპოზიციაც და ის ხალხიც, ვინც ქუჩაში დგას, ცალსახად უწოდებს რეპრესიებს. რა ხდება ქვეყანაში? ამაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ძირითადად და ჩვენი სტუმრები იქნებიან ხატია დეკანოიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი შარაშიძე, შემოგვიერთება შემდეგ ბლოგში, გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ასევე ლანა გალდავა, ძლიერი საქართველოს წევრი და გადაცემის ბოლოს პოლიტიკის ანალიტიკოსები ვახტანგ ძაბირაძე და ლელა ჯეჯელავა ისაუბრებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. დავიწყებთ ხატიასთან საუბრით, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ აი ამ მეგობარი აქტის თემით, ხო, თითქოს ისე ჩანს, რომ აქ ოპოზიციაც ძალიან დიდი მედებს ამყარებს ხოლმე, თუ რა ზეწოლა იქნება დასავლეთიდან. მაგრამ ტრამპის მოსვლამ ბევრი რამე შეცვალა. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით იმას, რომ ოცნებისთვის ცალსახად სასიკეთოდ შეიცვალა, იმიტომ რომ ტრამპს არანაირი განცხადება და მის ადმინისტრაციას აქ მიმდინარე მოვლენებზე არ გაუკეთებია, მაგრამ ალბათ ოპოზიციაც მეტნაკლებად გაურკვევლობაში ხართ, ხო, რა ოპოზიციას დაიჭერს ტრამპის ადმინისტრაცია იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და თქვენ ისე თქვა შეგიძლიათ ამას. სალამშვიდობის, მე სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ისეთ წამს ეს არ არის რაღაც მოლოდინები, ეს არის მუშაობა, როგორმე სასურველ შედეგს მივაღწიოთ. და პირველ რიგში შედეგი არის ის, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი მრავალწლიანი მოკავშირე. საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა 2008 წელს სწორედ შენარჩუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი ძალის ხმებით და ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ ჰქონდეს საქართველოში ინტერესი, მათ შორის შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ამიტომ სანქციების გაგრძელებას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ივანიშვილი დასანქცირებულია ჯერ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ასევე სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა, კონკრეტულად მეგობარი აქტზე. ხა გადადებას რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს ტექნიკური საკითხი, შეიძლება იყოს თქვა უმრავლესობის და უმცირესობის ხდომა, რომელზეც რეალური პოზიციები შეიძლება განისაზღვროს. ამიტომ ამაზე ხა მე რაღაც ბევრ დროს არ დავხარჯავდი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ამაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ესეთ ტურბულენტურ ხანაში და პერიოდში საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერესია, რომ ეს სანქციები და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდეს. ჩვენი ინტერესია ის, რომ დახმარების პაკეტი, რომელიც თქვა აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იქნება ნაწილობრივ USAID, რომელიც აღდგა რაღაც 20% ნედი, რომელიც აღდგა ასევე ნახოთ, შეიძლება გაფართოვდეს, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე მიმართული და ჩვენი ინტერესია, რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრამპის ინტერესი ძლიერი უსაფრთხოების რეგიონალური, ასე ვთქვათ, კონტექსტი იყოს საქართველოში წარმოდგენილი და დაინტერესება დაკავშირებით ტრამპის მისი ადმინისტრაციის იგივე USAID-ს ეხება განცხადებები, გადაწყვეტილებები, პირდაპირ დაასხა ხო წყალი ხელისუფლების წისქვილზე, რომლებიც ამბობენ, რომ აი ხო ამბობდით, რომ USAID აქ აფინანსებს რაღაც გადატრიალებას, არა მარტო აქ, არამედ სხვა ქვეყნებში რევოლუციებს და ახლა უკვე რასაც ჩვენ ვამბობდით, კობახიძემ თქვა. ამას ამბობს უკვე მთელი მსოფლიო. ხო, იცით რა, მე დიდად არ შევიჭრებოდი ქართულმა ხოშორის ქართული ოსნების პროპაგანდას რო გადავხედოთ, მე უყურებ ხოლმე ხშირად ამ პროპაგანდას. ხა პასუხისგაცემა ნამდვილად არ მსიამოვნებს და ფიქრობ, რომ ზედმეტიც არის, მაგრამ პროპაგანდას უყურებ, მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული ხაზი. ეს კიდე ცალკე საკითხია. არა, სხვა რამეს რაც ოპოზიციასთან მე მაგალითად როგორც მოქალაქის პრეტენზია მაქვს, რატო არ უნდა ასაჭი ფიქრობთ, რომ არ საჭიროა პროპაგანდა თუ ის არის პროპაგანდა, სხვა რამეს ვამბობ, მე სხვა რამეს ვამბობ, ეხლა ამაზე პასუხი გაიცა მილიონჯერ, ამიტომ აი ეს არ ნიშნავს პროპაგანდის შეყოლას, რომ თქვა USAID აფინანსებდა რევოლუციას, ხო? ამიტომ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრა, მაგრამ ეს სხვა რამის თქმა მინდა, პროპაგანდას როდესაც უყურებ და აკვირდები, დაბნეულები არიან ისიც, ანუ სივრცე არ აქვს მანევრირების, იმიტომ რომ ფაქტია მათთვის, რომ ეს ინერცია, რომელიც არის შიდა, თქვა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, თქვა ინერცია წინასაარჩევნო
პოლარიზაციის, ხო? ეხლა ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ინერცია, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა კიდევ მოყვება მათ შორის საგარეო პოლიტიკას, ხო? ამიტომ მოდით ესე შევხედოთ, ეხლა ჩვენი ინტერესი არის გავაგრძელოთ მუშაობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენი ინტერესი არის ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იყოს ინფორმირებული ჩვენ მუშაობთ ამაზე ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, ჩინეთის და ირანის მძლავრი გავლენების გაზრდასთან დაკავშირებით და ბოლოს აი საერთაშორისო გამჭვირვალობის ძალიან კარგი ანგარიში იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესი არის, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხე დავანახოთ, ვთქვათ, შავი ზღვის რეგიონში, იმიტომ რომ ტრამპი არის აქ უკვე, ვთქვათ, მთავარი, მას აქვს პრეტენზია, რომ იგი არის მთავარი მშვიდობის გარანტორი რეგიონში, მას უნდა რომ იყოს მთავარი მშვიდობის გარანტორი. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გქონდეს სწორი პოზიცია და სწორი მიმართულებები შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რაც არის ჩვენზე დამოკიდებული. ბევრი არამე არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ხო? ანუ ივანიშვილიც არავინ არ გამოიღოს შედეგი. ახლა იგი ისეზე რომ საუბრობთ, ახლა პირდაპირ თქვენს 80%-ის პროგრამების დაიხურა, ხო? შესაბამისად, ანუ რაღაც 80% ახალი ადმინისტრაციის თვალთახედვით იყო საერთოდ არასაჭირო, ზოგჯერ ამბობენ რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო. მაგრამ ნედი აღდგა. ხო, კი ბატონო, მაგრამ ამიტომ ამბობ რომ საბოლოო ჯამში ეს კარტები შეიძლება არ დავაგდეს თქვენ სასარგებლოდ. არა, ჩვენ სასარგებლოდ არა, საქართველოს სასარგებლოდ. კი ბატონო, ასე დავარქვათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე განვიხილავ როგორც ოპოზიციის და ხელისუფლების დაპირისპირება. არა, ეს არ არის ოპოზიციის და ხელისუფლების დაპირისპირება, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ინტერესი, ამიტომ შეიძლება არ დავაგდეს საქართველოს ინტერესების. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში პოზიციები იცვლებოდა უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციაში, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საუდის არაბეთში თქვენით დელეგაციების შეხვედრა. ასევე მე გულშემატკივრობ ჩემი პოზიციიდან და გულშემატკივრის პოზიციიდან უკრაინის მიმართ ხო და ისე როგორც უკრაინის სასარგებლოდ არ არის ჯერ დავაგებულები. მე გულშემატკივრობ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი უკრაინაში იყოს და ძალიან მნიშვნელოვანი აქ ევროპის ფაქტორიც. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები გათვალისწინებული იყოს, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყავს მეგობრები, ყავს რესპუბლიკურ პარტიაშიც, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ძალიან ახლოს არიან, მე მარტო ბატონ ვილსონს არ გულისხმობ, ძალიან ახლოს არიან მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციისთან და შევხედოთ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ყველაფერი მუშაობის შედეგი. ჩემი იდეა და ჩემი ძალიან ისეთი ძალისხმევის დიდი რაოდენობა ძალისხმევის მიმართულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს მაგნიცკის სიაში საბოლოოდ, რაც ახლა ჩვენ ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი დასანქცირებული, მაგრამ ასევე ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო ყველაფერი ის, რაც კეთდებოდა, ძალადობა ორგანიზებული და წამება დემონსტრანტების მონაწილეების მიმართ. ამიტომ ჩვენ მთავარი სამ ძირითად საყრდენი გვაქვს ეხლა ამ შემთხვევაში. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა, პროტესტი ჩვენი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, კიდევ უფრო გაფართოვდეს, სხვადასხვა კერები უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვაძლებინებს ჩვენ, რომ რეჟიმის ტყვეები დავიხსნათ პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები ჩატარდეს და მესამე ეს არის აბსურდულობა რეჟიმის, არ ვიცი თქვენ ალბათ ნახავდით, ხო? ანუ ჯარიმები და ამ დროს სისტემა ისე გადაიტვირთა, რომ პრაქტიკულად საპატრიოტო დეპარტამენტი გაიჭედა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ანიკა სიმონიშვილის ძალიან კარგი სტატუსი იყო. ასევე ძალიან მძიმე იყო დღეს გიორგი ჩიკვაიძე დააკავეს, რომელიც მაგალითად ასევე რომელმაც ამხილა სისტემა იმ აბსურდულობაში და სასაცილოს, ხო, სასაცილო სუსის აგენტი დაგდევს და არ ვიცი რაღაც იპარავს იოგურტს, არ ვიცი, ნუ წარმოუდგენელი აბსურდულობაა, ხო? ამიტომ სოლიდარობა მას, რა თქმა უნდა, და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დავიწყოთ. მაგრამ ეს ისე გამოვიდა, რომ ხა თუ ამ შიდა საკითხებს დაუბრუნდებით, რომ ანუ რეჟიმი აკეთებს რასაც უნდა იმას, რა კანონებსაც უნდა იღებს, როგორც უნდა ისე ამკაცრებს, ვისაც უნდა იჭერს, ვისაც უნდა აჯარიმებს და ნელ-ნელა აცლის ამ პროტესტს, ამ საყრდენებს, ხო? მე გულისხმობ ახლა ადამიანებს, რომლებიც ადრე ქუჩაში იყვნენ, ახლა ციხეში არიან ნაწილი. ნაწილი წავიდა საერთოდ, ხო? რამდენიმე თქვა, რომ ხო, ცოტა, მაგრამ ნუ აღარ უნდა ახლა კიდე ციხეში დაბრუნება. იმ ადამიანებს, ვისაც აჯარიმებენ, ნუ არ ვიცი ახლა საბოლოო ჯამში როგორ წავეს, მაგრამ 5000 ლარი
საუბარი არ არის მარტივი გადასახდელი, კი რაღაც ფონდები ეხმარებიან, მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში აი ასე წვეთ შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ იმას, რომ ეს პროტესტი გაილიოს. ამიტომ მაინტერესებს ამ მიმართულებით იგივე ოპოზიცია რას ფიქრობთ, რა არის შესაძლებელი, რამე სხვანაირად უნდა დაიგეგმოს, სხვანაირად ხარ და გაკეთეს ეს კითხვები ისმის, ხო? ისმის პრეტენზიების თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ნუ თითქოს რაღაც დინებაზეა ყველაფერი. ხო, პირველ რიგში ვიტყვი რომ მე ვფიქრობ რომ ვიღაცას რო შეშინებოდა, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი საბოლოოდ ჩაქრებოდა. ანუ არა, ჩაქრებოდა, მოდით შევხედოთ ესე რომ 102 დღეა პროტესტი არ შენელებულა. მე ვფიქრობ, თავარი პოლიტიკური პროცესი თუ რამეა, ეხლა რაც არ უნდა ჩვენ მოვიგონოთ ახალი პოლიტიკური პროცესები და დავადანაშაულოთ პარტიები, ყველას თავის ხარვეზეა ყველა პარტიას, რა თქმა უნდა და პოლიტიკურ პროცესს და ბევრი შეცდომებიც იყო. ეხლა ამაზე საერთოდ ძალიან მნიშვნელოვნად ეხლა უკვე აღარც მიმაჩნია საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა არის ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება მთავარი. ანუ ამ კონტექსტში ჩაქრებოდა პროტესტი, ადამიანები ვისაც აჯარიმებენ, არ ვიცი ხა აი ნიკა ნარსიას, რა ვიცი მე 17 ჯარიმა მოუვიდა თუ არა. მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც ყოველდღე აჯარიმებენ მაგალითად პოლიტიკოსებს, არაპოლიტიკოსებს. ამიტომ ეს ადამიანები მაინც დგანან, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უკან დასახევი გზა ამ პროტესტის დაწყების შემდეგ უბრალოდ არ გვაქვს, იმიტომ რომ რეჟიმი კიდევ უფრო დამძიმდება. მე თქვენ გეთანხმებით ერთ რამეში და გადავალ პოლიტიკურ პროცესზე. გეთანხმებით ერთ რამეში რომ რეჟიმი სულ უფრო დამძიმდება, მიუხედავად აბსურდულობისა. თქვენ ამბობთ რომ დასუსტდა და სუნდა რეჟიმიო და რაში გამოიხატება მათი დასუსტება? გეტყვით. ანუ რეჟიმი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ მაგალითად არ ვიცი შეაშინოს ვიღაც და აშინოს ვიღაც, მაგრამ მე საერთოდ თვლი და ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმის გარეშე რომ ეს მას არ გამოსდის. შეიძლება ვიღაცასთან გამოსდის, ვიღაც წავიდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე თქვენ სანამ შემოვიდოდი, გიყვებოდით რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა, ჩვენი დაახლოებით 15000-მდე აქტივისტის ძალიან სერიოზული პრესის ქვეშ გატარება მოხდა, დაკითხვა, დაკავება, დაჭერა და ასე შემდეგ. კი, ბევრი წავიდა მაგალითად გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო, მაგრამ ამანს არ უმოქმედია ისე ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შიშის ფაქტორით, რომ ეხლა ვინც დავრჩით აქ, მაგალითად და ვინც დავკითხეს და რა ვიცი, კინაღამ დაგვიჭირეს, ამის წინააღმდეგ რა ვთქვათ, არ შეგვშინებია, ხო? ანუ ვისაც ბრძოლა უნდა, ეს ბრძოლა რა თქმა უნდა იქნება და გაგრძელდება, იმიტომ რომ უკან დასახევი გაცილებით უფრო რთული გზა იქნება და სახში ყველას მიადგებიან. ეხლა რაც შეეხება დასუსტებას, ხო? ანუ ხშირ შემთხვევაში საუბრობენ, ეხლა რაც არ უნდა პოლიტიკოსებს უსაყვედურო, როგორც არ უნდა დაიწყო. კი ბატონო, რა ვიცი, მე ნებისმიერი თვითრეფლექსიისთვის ყველა მზად არის, მაგრამ მე რა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყეს რომ 27 ოქტომბერს გაცილებით უფრო მძიმე იყო სიტუაცია ვიდრე ეხლა, ხო? ანუ რა იყო ჩვენ ასე ვთქვათ დაგვეცა თავზე ეს გაყალბებული არჩევნები. 27 ოქტომბერს იყო წარმოუდგენლად დიდი ფრუსტრაცია ადამიანებში. 27 ოქტომბერს და შემდეგ ნოემბრის დასაწყისში სანამ დაიწყო მე რეაქციები ოპოზიციამ და ეხა ძალიან სამწუხარო რომ იმ აქციებში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობდა რომ ეხა რა არაფერი ისეთი არ იქნება. თუმცა გაყალბებული არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლავრი თუ რაიმე სტატუს-კოს ჩაბეტონება უნდა და ბიძინა ივანიშვილს, ხო? ამის მერე ჩვენ იყო 28 ნოემბერი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრი აქცია იყო და 28 ნოემბრის შემდეგ დადგა ის მოცემულობა, როდესაც ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრმა, ვინც ნოემბრის აქციებზეც არ გამოდიოდა, არც მანამდე თქვა, რომ იცი რა, უკაცრავად ეხლა როგორ შეიძლება მაგალითად ეს მოხდეს. ახლა ასევე საუბრობდით, მე და თქვა, რომ მე დღეს ვდგავარ იმ ადამიანთან ერთად და არაფერი გასაყოფი არ მაქვს იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ხმა არ ამოუღია და ამართებდა ბენდუქიძის უნივერსიტეტის დახურვას მაგალითად, ხო? ან და ფიქრობდა, რომ მე რო ვლაპარაკობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი 2013-14 წლებში რუსეთთან კავშირებში მხილებულია და წავა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, მაშინ ძალიან მარგინალიზებული იყო თუნდაც ნაციონალური მოძრაობა და თითე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიყავით და დეჰუმანიზაცია მოახდინეს პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი ძალიან ბევრი ადამიანის, ყველა ვინც ამას ამბობდა. მაგრამ ეხა გაფართოვდა წრე ადამიანების და რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, რა არის პოლიტიკური პროცესი? ანუ მოდით ეხა გავხსნათ, ხო? ანუ ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი და მე მაქვს არა, თქვენ გაიხსენეთ არჩევნების შემდეგ. ანუ არჩევნების შემდეგ რომ პოლიტიკური პროცესი თქვენ პოლიტიკოსებს ვერ გამოიყვანეთ ხალხი, ხო? ეს რას ნიშნავდა? ვერ დაარწმუნეთ გაყალბებაში. ანუ რა მოხდებოდა მაგალითად, რომ კობახია ეს განცხადება არ გაეკეთებინა. მე აშვებოდი. ეხა აი ეს კითხვა რატო არის მნიშვნელოვანი? ანუ საბოლოო ჯამში პოლიტიკოსებს ჰქონდათ ან გააქვთ რაიმე რესურსი ოპოზიციაში თუ ეხა ისევ რაღაც ხელისუფლების შეცდომაზე ვართ დამოკიდებული? უცრავად, ხელისუფლების შეცდომა
პლატფორმაზე ჩვენ რო ყოფილიყავთ ორიენტირებული განსაკუთრებით ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი ოპოზიციის, მე ახლა ოპოზიციაში კიდე და ბრძოლაში არ ვიქნებოდი, ხო და ბევრი ადამიანი, ეს 12 წელია მე ბიძინავანიშვილის ოპოზიციაში ვარ, ისე როგორც ძალიან ბევრი ჩემი. ხათია, ცოტა ხნით გაგაჩერებთ რაღაც ხარვეზი გვაქვს მე მგონი მიკროფონთან დაკავშირებით და ხო, თქვენ მიკროფონთან დაკავშირებით და გავასწორებთ ამას. ხო, ნუ მანამდე გეტყვით იმას, რომ არის მოწოდებები სულ იმის შესახებ, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია. იყოს რაღაც ერთიანი პლატფორმა, მაგალითად იგივე სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მე გადავალ, როცა თქვენ ამ კითხვაზე გამცემთ პასუხს. ანუ მოდით ავხსნათ, ხო, ანუ არ ვიცი ხა თავარი რა იყო, თუ გაყავდა არჩევნები და გაყალბებული არჩევნები იყო პრაქტიკულად ყველა ადამიანის მოსაზრება და ეს იყო ფაქტებით დადასტურებული, მაშინ კი ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ესე ვთქვათ, ბიძინაევანიშვილს და კობახიძეს ეს რომ არ ეთქვა თუ, ანუ რა ბიძინაევანიშვილი უცებ კეთილანგელუზე თუ არ გარდაიქნებოდა, რომელიც საქართველოს დასავლეთისკენ მიაქანებს. არჩევნებს იმიტომ არ გამოიყვანეთ ხალხი და მათ გამოიყვანეს. არა, არჩევნებს იმიტომ აყალბებს ივანიშვილი და გააყალბა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ იზოლაციაში მოექცია, ხო? ანუ ეხა რაშინ როგორ ეხა დასავლეთ ევროპისკენ წავიდოდნენ და ვთქვათ რაღაც სტატუსის სივრცეში მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, ხო? ყველაფერი ეს ძალიან კარგად ვიცოდით. ამიტომ ამის შემდეგ მოხდა რა, რომ ვთქვათ გაფართოვდა პროცესი, მე ვთვლი, რომ გაცილებით მეტი აქტიურობა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკურ პროცესზე როდესაც საუბრობ, ჩემთვის მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და სხვადასხვა კერები, რაც შეიძლება. პოლიტიკური პროცესი რა არის? არის მოლაპარაკებები, პირველი, აი რაც ნიშნავს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ბევრი ურევს. მოლაპარაკებები, ვთქვათ ორი მხარე დაჯდეს ერთმანეთთან დასხდეს, რაც მე ახლა მიმაჩნია წარმოუდგენლად, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური ტყვეები ყავს და საერთოდ ამ რეჟიმს როგორ უნდა ელაპარაკო ამ მოცემულობაში. პოლიტიკური პროცესი არის პარლამენტში, ვთქვათ, ოპოზიციის და პოზიციის არსებობა. ეს პოლიტიკური პროცესი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ძალიან მართებულად უარი თქვა მანდატებზე, ნუ დარჩა იქ რამოდენიმე ოპოზიციური მანდატი და დიდი იმედი მაქვს, რომ არ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, რა თქმა უნდა. პოლიტიკური პროცესი ეს არის პარტიების მობილიზაცია თავის საარჩევნო, ვთქვათ, რაღაც შიდა, ვთქვათ, კონფიგურაციაში, რასაც, რა ვიცი, ნაწილობრივ ხდება, ნაწილობრივ ამ ძალიან მძიმე პირობებში შეიძლება ძნელდება და რთულდება ეს ყველაფერი. სხვა პოლიტიკური პროცესი არის არჩევნები. ანუ ბატონო, ანუ წინასაარჩევნო მდგომარეობა, წინასაარჩევნო კამპანია და ასე შემდეგ. აი ამ ვითარებაში ეს არც ერთი პოლიტიკური პროცესი არ დაიძურება, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პროცესის პროტესტის გარშემო. ეხლა სხვა არის, ვთქვათ, როგორ გააძლიერო პროტესტი, ხო? ანუ ეს არის ჩემი საუბარი, რომ აი პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდეს თუ არა ცალკე რაღაც პოლიტიკური პროცესი წარიმართოს უნდა თუ არა იგივე ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც ერთიანობა შექმნან რაღაც სხვა ანუ ძალა აჩვენონ ასე ვთქვა. ანუ ეხლა მეორეზე გადავალთ, ანუ ავხსენეთ რა არის პოლიტიკური პროცესი და მეორე ჩემი ესე ვთქვა ძალიან მყარი მოსაზრება, ჩემი სუბიექტური როგორც ერთი პოლიტიკოსის. ოპოზიცია აქტიურობს საგარეო ფრონტზე, ეს არის ფაქტი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია რამოდენიმე ადამიანი, ვთქვათ, რამოდენიმე ოპოზიციური პარტიიდან სამოქალაქო საზოგადოებიდან, რა თქმა უნდა, სანქციებზეც მუშაობთ, მაგრამ როგორ შეიძლება გაძლიერდეს შიდა ოპოზიციური პროცესი, ხო? რაღაც შეხვედრები არსებობს, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიცია იკრიბება, ოპოზიცია კოორდინირდება, ვთქვათ, იქ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალიან მნიშვნელოვან პირობებზე, იმიტომ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს არა რეჟიმის პირობებში, არამედ არჩევნები უნდა ჩატარდეს ქართველი ხალხი რა პირობებსაც წაუყენებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ვთქვათ, რეფორმირება, სულსის პოლიციის ტყვეების განთავისუფლება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ის წინაპირობა, რომელიც არის აუცილებელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, არა იმისთვის, რომ მე ხატია დეკანოიძეს ან თქვენ ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ესე უნდა. ამიტომ ჩემი მთავარი მოსაზრება რა არის? ახლა როდესაც ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, აქ ნამდვილად ვეთანხმები ბევრ ადამიანს, რომ აქ ადამიანებს რა აკლიათ, ხო, ან ის ადამიანები, ვინც ვთქვათ პოლიტიკურ პროცესში ძალიან აქტიურად არიან და მეც მეკითხებია ხოლმე. პირველი ეს არის ალბათ ის, რომ ეს არ იყოს რაღაც ისტებლიშმენტური გაერთიანება, რა თქმა უნდა, რაღაც ერთი სია იქ რაღაც, მაგრამ ეს იყოს რეალურად ერთიანი რაღაც კოორდინაციული, ვთქვათ, საინფორმაციო მათ შორის პროგრამა.
პროპაგანდასთან დაპირისპირების საერთო საინფორმაციო სივრცე, რომელიც მაგალითად ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავებს. მეორე, მე რა იდეაც მაქვს ახლა და მინდა რომ ასე ვთქვათ, საჯაროთაც შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ უნდა გაჩნდეს პროტესტის, რუსთაველის ვთქვათ, საზმაოს გარდა სხვადასხვა ცენტრები, კერები, რომელიც იქნება პროტესტის კერები, ხო? აი თქვათ ოპოზიციურმა. როგორ უნდა გაჩნდეს, როცა თქვენ არ ახართ ჩართული, ხო? ოპოზიციური პარტიები ამის ორგანიზებაში. არა, ეს ეხა ეგეც სხვა საკითხია, აქ მივალ აუცილებლად. ეს უნდა იყოს, თქვათ, იგივე თეატრალურ ინსტიტუტთან არის ერთი, ეს უნდა იყოს, თქვათ, შეიძლება კანცელარიასთან, რომელიც ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით შეიძლება იყოს. ანუ ეხლა არის გაზაფხული ყოველთვის არის აქტიური პოლიტიკური სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კერები გაიზარდოს, იმიტომ რომ მაგალითად საზმაო მაჩვენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ ესე ჯიუტად ნებისყოფით ვთქვათ სხვადასხვა კერები რაც გულისხმობს მაგრამ რომ ადამიანები ერთდებიან. ეხლა მეორეა ვთქვათ დამოკიდებულება რომელიც მე ხშირად ძალიან კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ გული მწყდება. იმიტომ რომ ჩვენს აი ამ თელ ვთქვათ 12-13 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფაზები იყო, როდესაც ხედავდით რომ მე არ მომწონს პოლიტიკა, მე ის პოლიტიკა არ მომწონს, მე ეს პოლიტიკოსი არ მომწონს, აი მაგალითად ეს მაგალითი მინდა მოვიყვანო, აი გიორგი ჩიკვაიძე, ხო? ანუ რომელიც დააკავეს, ბევრი ქილიკობდა ამ ადამიანზე, რომ აი როგორ ეხა რაღაცას უსი გაშიფრა, როგორ გაშიფრა. ანუ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთი ამ შემთხვევაში არ მოგწონდეს. მე შეიძლება ბევრი ადამიანი არ მომწონს, ბევრი ადამიანის იდეოლოგიას არ ვეთანხმებოდე. მაგალითად, ბევრი ადამიანი კიდევ ვიმეორებ, იქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბენდუქიძის უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ, ანუ ჯერ ამართლებდნენ იქ და მემეკამათებოდნენ ტელევიზიებში, მაგრამ დახურვის შემდეგ, ანუ ხმა არც ამოუღიათ და ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს, ხო? ანუ ეხლა მე რა გავაკეთო, რომ მე ვიღაცას უთხრა, რომ მე 12 წლიანი ბრძოლაში ვარ და თქვენ ეხლა ყველას ადგილი არსებობს ამ პოლიტიკურ პროტესტში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მე ისიც არ მომწონს, რომ რომელიღაც პარტია ამბობს, რომ იცი რაღაცა ნაციონალური მოძრაობა, არ იმიტომ რომ მე ამ პარტიის წარმომადგენელი ვარ, ზოგადად არ მომწონს. არ შეიძლება ამ ბოროტებას, ქოცურ ბოროტებას შეადარო რომელიმე სხვა პარტია, ხო? არ შეიძლება რუს შეადარო რომელიმე ოპოზიციური პროდასავლური პარტია. ანუ სანამ ჩვენ სივრცე არ გვექნება ყველასთვის, მაშინ ეს დაპირისპირებები ყოველთვის ითამაშებს ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ. და ბოლო და მესამე მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესზე თამაში, აი მაგალითად პოლიტიკური პროცესი რა არის? ახლა თქვათ მედია თქვენი ამოცანა, როგორმე თქვათ რაღაცა ყველაფერი გააშუქოთ აუცილებლად და ეს არის თქვენი და კითხოთ ყველაფერი რესპონდენტს. აი თვითმმართველობის არჩევნები, რატომ არ არის მაგალითად პოლიტიკური პროცესი, ხო? ანუ თქვენი კითხავთ, ხო? მე ამაზე მაქვს კატეგორიული მოსაზრება თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ სტატუს-კვოში ჩატარება კატეგორიული მოსაზრება, როდესაც არიან პოლიტიკური ტყვეები, ჩვენ არაფერი არ შეცვლილა. უფრო მეტიც. აი აქ მე რო თქვენთან ახლა თქვენ და მე ვართ, თუ ქართული ოცნება არ იქნება, შეიძლება თქვენ წაგიყენონ ძალიან სერიოზული ბრალდება, იმიტომ რომ მე გავაკრიტიკო ქართული ოცნება და ქართული ოცნება რომელიც აქ არ მოდის სტუდიაში თქვენთან, მე ვერ გამცეს პასუხი აი აქ ჭყალებში, რა თქმა უნდა და მე თქვენ გითხეს რომ როგორ თქვენ აკრიტიკებთ და ცილი დასწამეთ, ხო? ანუ ამ თელ გაუარესებულ ორ მხრივი არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხა თვითონ თუ არ მოდის ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამ. მე მაგალითად თანახმავარ დღესაც კი მივიდე იმედზე და დღესაც კი ნებისმიერი არ ვიცი ქოცი ვინც იქნება წარმომადგენელი რეჟიმის ნებისმიერ საკითხზე ველაპარაკო, მაგრამ ეს ხო მათ არ შეუძლიათ და არ უნდათ. ამიტომ აი ეს პოლიტიკურ პროცესებზე ესე რაღაცნაირად ასე ვთქვათ არასიღრმისეულად საუბარი ჩემი აზრით და რაღაცა განყენებულად რომ ის ვიღაცა იქ არ მინდა, მე იქ ვიღაცა არ მინდა, ჩვენ რისი ფუფუნება გვაქვს ეხლა რომ რაღაცნაირად რომელიმე ადამიანი გამოვტოვოთ ამ ბრძოლიდან. ჩემთვის ეს არის უაღრესად მტკივნეული. ჩემთვის არის მტკივნეული იმდენად რამდენადაც რისკი ყოველთვის იზრდება რომ ჩემს გარშემო ადამიანებს შეიძლება მოუბრუნდეს რეჟიმი. თუ ვინმეს გონია რომ რეჟიმი სადღაც გაჩერდება, ან ქოცებზე გაჩერდება, ან ყოფილ ქოცებზე გაჩერდება, არა, რა თქმა უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ პროტესტი გაძლიერდეს, საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და კიდევ ერთი ცვლადი, რომელზეც მე სულ ლაპარაკობ, ეს არის აბსურდულობა. აი აბსურდულობა, ანუ მე ჩემს პროცესზე ვიჯექი და აბსურდულობა რა იყო, რომ ანუ პროცესზე მოსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჩემ ადვოკატს ირაკლი აბესაძეს უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი გიორგი ვაშაძე. ამაზე დიდი აბსურდულობა ხო არ არსებობს. უმტკიცებდა როგორ ასეთი? აი როგორ აი ვაშაძე ლაპარაკობდა და ხატია, აქ არის ხატია, ეს არის ხატია. როგორ არის ხატია? ეს ხო ვაშაძე ლაპარაკობს, ან ხატია. ანუ ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია, პოლიცია რატო არ აკეთებს? ანუ ჩემი პოლიტიკური განცხადებები არ მოსწონდათ, ვაშაძის პოლიტიკური განცხადებები არ მოსწონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც სამართალ წარმოების ენით უნდა გველაპარაკებოდეს. ანუ ეს ყველაფერი 5000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც რა თქმა უნდა ეხა რა ვიცი, ვინ იხდის, მე არ ვიცი, როგორ უნდა გადაიხადო, თქვა, ხო? ამიტომ აბსურდულობას აქვს თავისი წილი ძალიან მნიშვნელოვანი
ფუნქცია, როდესაც რეჟიმს უნდა წარმოდგენა პოლიტიკოსებს, როგორ მიდიხარ თუ ადამიანელ არჩევნებამდე. როგორ აიძულებთ რეჟიმს? იმით, რაც მე ჩამოვთვალე ახლა ყველაფერი. ეს არის გარეწნეხი, ეს არის შიდაწნეხი, ეს არის გაფართოვება და ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმის აღქმა, რომ შენ თუ სახლში შეხვალ და რაღაცნაირად იფიქრებ, რომ არაფერს აზრი არ აქვს, უბრალოდ სახშიც კი მოდი, ეხლა სახში მოდიან, ეხლა მე მაგალითად 3 დღის წინ გამაჩერა 3 საპატრულო ეკიპაჟის მანქანამ, როგორც საშიში დამნაშავე ხა თქვენ მთელი ცხოვრება კრიმინალური იუსტიციას ვემსახურები და სამართალს ვემსახურები, საშიში დამნაშავე და ჩამომართვეს საბუთები და მე მომიტანეს 5000 ლარიანი ქვითარი. ადამიანებს აჩერებენ, აძლევენ, აჯარიმებენ მე-5-ეთ, მე-20-ეთ, მე-6-ეთ. ამიტომ ნახეთ, ანუ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველას ფუნქცია გაძლიერდეს აქ. და ამოცანა ის კი არ არის, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, შევხედოთ მხოლოდ გეოპოლიტიკურ მოცემულობას. შიდა სოციალური თემებიც. აი მაგალითად, მე მართლა მაინტერესებს. ქართული ოცნება რომ ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს. დღეს დილას, ანუ არ ვიცი, ხა მე ბევრმა იცის ალბათ. იცით რძე რა ღირს მაღაზიაში? თქვენ ხო ყიდულობთ რძეს? აი რა ღირს? სხვადასხვა, რაღაც 5 ლარის პარკლებში და 7 ლარი ღირს, სანტინოს რძე, რომელსაც არ ვიცი, ბავშვებს. ხო, ზოგი მეტი, ანუ ის რაღაცა ვთქვათ იმპორტით, ზოგი რომელიც არის ვთქვათ იმპორტით შემოტანილი უფრო მეტი ღირს, მაგრამ სანტინოს რძე 7 და რაღაც, ხო? ანუ ვთქვათ, კიდე არის რაღაც რძეები, რომელიც ღირს ვთქვათ 5 და 6 ლარი, რომელიც საშუალო ოჯახისთვის, საშუალო შემოსავლით ეს რძე არის წარმოუდგენელი ფასი. ეხლა ბავშვები რო ყავს, ხო, რომელსაც ჭირდება ფაფას აკეთებ, რაღაცა იმას აკეთებ, ნამცხვარს უკეთებ, ელემენტარული საკლებია, ანუ რძე, რომელიც ღირს 7 ლარი და 8 ლარი ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ამ დროს ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს ქართული ოცნება. აი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე რო ვლაპარაკობთ, რომ აი მე თვითმმართველობის არჩევნების მე პირველი ტური მოგებული მაქვს ქუთაისში, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ბათუმი მოგებული აქვს. ხო, გავიგე, აი ამაზე აჩდა მოსაზრება, აი თბილისში ხო მოიგო ოპოზიციამ და იქნება ახაც მოიგო. მადმიდივარ, მაგაზეც ვიტყვი. ანუ თვითმმართველობის არჩევნები მოგებული მაქვს, ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდება, თქვათ, იგივე კონცენტრირება, თქვათ, ხო და რა ვიცი, ხარზოს დიდი ფინანსური რესურსი ოპოზიციას არ ქონია, თქვენ იცით და განსაკუთრებით ეხლა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბეძინა ივანიშვილი იყო რეპრესიულად ინსტიტუტად გადაიქნა საბოლოოდ. მაგრამ მე გეტყვით, მე რა თვითმმართველობის არჩევნები ქუთაისში, აი, როდესაც 2021 წელს ჩვენ მოვიგეთ, 2024-ში, როდესაც მე იმერეთში ვიყავი და ქუთაისში ვიყავი, თუ იცით, რამდენი 1000 მოსახლე შემცირდა იმერეთი. ქუთაისი უკაცრავად. რამდენმა ადამიანმა დატოვა მაგალითად 2021-დან 2024 წლამდე. ახლა ზუსტი რიცხვი არის. ხო, დაახლოებით 21000 ადამიანი. პრაქტიკულად ქალაქი არის დაცარიელებული. პრაქტიკულად მთელი ნახევარი ქალაქი, თქვა, თბილისში არის წამოსული, რომელიც რაღაც არშოსაბადებელს ეძებს. თქვათ, დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასული, მთელი ავტოქარხნის დასახლებაში კორპუსებია цаრიელი. აი მაგალითად, როცა საუბრობენ ჩოხატაურზე, საუბრობენ მესტიაზე, მაღალმთიან რეგიონებზე, მესტიაში 77% არის სოციალურად დაუცველი. ამიტომ ჩვენ ამ კონტექსტში, როდესაც საუბრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე, რაღაც პოლიტიკური პროცესი და რეჟიმის ტყვეების პირობებში მე ეს მიმაჩნია სრულიად მიუღებლად, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველაფერი ის პირობა, რომელიც ჩვენ დადებული ქონდა ქართველი ხალხთან ერთად, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, მედიას, ანუ თავისუფალი არჩევნები, რეფორმა და ამ შემდეგ, ამის შემდეგ შესაძლებელია სამართლიან არჩევნებში შესვლა, რა თქმა უნდა, კონკურენცია. აბა როგორ იქნება ეს პოლიტიკური პროცესი? ხო და ანუ რა ხდება თუ თქვათ თვითმმართველობის არჩევნები ისე მოვიდა, რომ მანამდე ადამიანელი არჩევნები თუ ახალი არჩევნების დანიშნას ვერ მიაღწია. ივანიშვილს არ ექნება ლეგიტიმაცია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი დროა მაქამდე, მანამდე ძალიან ბევრი რამ შეიცვლება კიდე, ძალიან აქტიური იქნება, მათ შორის ყოველთვის ესეა პოლიტიკურად და კიდევ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც გითხარით, ახლა ევროპის როლი არ უნდა დავაკნიკნოთ, აქ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინასთან დაკავშირებით განვითარებას ამოვლენების ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინით კი არავინ არ უნდა იცხოვროს, უნდა იცხოვროს იმით, რომ ჩვენ გვაქვს დაპირისპირება რუსულ რეჟიმთან. და ყველანაირი რისკი უნდა ავიღოთ, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ მანამდე არაფერი არ მოხდა, არა, ბიძინა ივანიშვილს ლეგიტიმაცია, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, ეს ლეგიტიმაცია ჩვენ არ უნდა მივცეთ და მათ შორის სტატუს კვოში პოლიტიკურ პროცესში მათთან რაიმე პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა იქნება ზუსტად ლეგიტიმაცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის. სწორედ ხა ოპოზიციის შეცდომებზე, პარტიულ შეცდომებზე და ძალიან ბევრ შეცდომებზე და პოლიტიკურზე და ეხლაც მე ცალკეც წლების წინ ძალიან ბევრი შემიძლია მეც ვისაუბრო
და იმ ადამიანებზეც, ვინც დაუშვათ რაღაცა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, რაღაცა დროშით მოვიდნენ, ხო? მაგრამ ეხლა ჩვენს გვერდზე არიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სივრცე იყოს ამოვსებული ამ კონტექსტში. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანია და ბოლო კითხვა მექნება თქვენთან. სალომე ზურაბიშვილის რამდენად ხართ, იგივე თქვენი პარტია, ხო, ნაციონალურაში ხართ, ხო ისე? იმიტომ რომ რაღაც პერიოდი წამოსული იყავით მე დაბრუნებით და შესაბამისად ანუ თქვენი პარტია სხვები რამდენად არიან მზად რომ რა ეს ერთობა შედგეს რაღაც სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით. ხართ ამისთვის მზად? თუ არა ხართ? იცით რა არის? მე კიდევ ერთი ფაქტორი მინდოდა მე თქვა და გადავალ მანამდე. როდესაც საერთო რაღაცა არაისტებლიშმენტურ ალბათ საერთო რაღაცა ასე ვთქვათ საკოორდინაციო ძალის მიერ ალღაზე ვსაუბრობ ოპოზიციიდან ძალის გამოსხივებაზე, რომელიც არა ვთქვათ ერთიან სიას ან რაღაცა სხვა შეიძლება. მე ნახოთ ყოველ შემთხვევაში არჩევნებმა, ახალ არჩევნებამდე ბევრი კონფიგურაცია შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ოთხმა კოალიციამ ძალიან კარგად აჩვენა საკუთარი შედეგები. ხო, უბრალოდ გააყალბა ივანიშვილმა. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ესეც მე მჯერა. თუ ოპოზიცია იყო სუსტი, ხო? ანუ ესეც ძალიან ისე ერთმანეთს არ გამორიცხავს. არა, მე სხვა მოსაზრების ვარ. თუ უფრო ძლიერი იქნებოდა ოპოზიცია, გაყალბების ნაკლები შანსი ექნებოდა ხელისუფლებას, ან გაყალბებას საერთოდ შეიძლება მოეღო. გაყალბების მასშტაბები თქვენ ხო არ იცით? ხო, ნუ გასაგებია ეს. არც მე არ ვიცი იმდენად რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს სურათი ყველა იმ ხმაზე, რომელიც გააყალბა ბიძინა ივანიშვილმა, ჩამორთმეული პირადობისების მოწყობებით და ასე შემდეგ. ამიტომ თავარია, რომ სამართლიანი არჩევნები რას ნიშნავს, რომ ყველა ხმა იყოს, გამოხატავდეს ყველა ადამიანის იდენტობას და ხმას და პოლიტიკურ ნებას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალის გამოსხივება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის მერე ვინ იქნება ამ ქვეყნის მმართველი და ვინ იქნება მთავარი, ასე ვთქვათ, ლოკომოტივი, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, ეხლა ჩვენ საუბრობთ, რომ ეს იქნება კოალიცია, ჩვენ საუბრობთ, რომ ეს იქნება რაღაცნაირად ძალთა ბალანსი და ესეც იქნება, ალბათ ქართველი ხალხის დაკვეთა ეს არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ ძალიან სწორხაზოვნად ხედვა, ვინ უპატრონებს ქვეყანას ზუსტად აი ამ ძალიან მძიმე ვითარებაში და ეს მგონია მთავარი ამის ჩვენება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ალბათ მისი გადაწყვეტილებაა, მისი თქვა მოქმედების გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს გამოჩნდა, რომ ეს ხალხიც, ვინც ქუჩაში დგას და სხვაებიც ახლა გამოკითხვებით და ასე შემდეგ, იმას აჩვენებს, რომ უფრო მეტად ამ ადამიანს აქვს ეს ნდობა პოლიტიკურ სპექტრში. არ ვიცი, მასია დამოკიდებული, რამდენად შეეძლებს координаციას დაუშვათ, ხო? არა, თქვენი პარტია თუ არის გზად. არა, მე ვერ კიდევ ვიმეორებ, ეხლა მასია დამოკიდებული. ჩვენ координаცია გვაქვს, მეც მაქვს координаცია პარტიულ შეხვედრებზეც. ჩვენი პარტია ყოველთვის წარმოდგენილია კოალიციის წევრები. იმიტომ რომ გამოჩნდა რაღაც პოლიტიკოსები, ვინც ამბობენ, რომ მე მაგალითად გუშინ ხო ცოტნე კობერძი ამბობდა, რომ მე არ წინააღმდეგი ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარო ლიდერად. შესაბამისად ან უკვე დაიწყე რაღაც მისი ერთობის ქვეშ, მისი კოლგის ქვეშ რაღაც გაერთიანებაში შევა. ვერავინ ვერ გაღიარებს ლიდერად, თქვენ თუ არ იქნებით ლიდერი, არ არსებობს, ხო? ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს მასია დამოკიდებული იქნება, თქვათ, რაღაც გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციები, შიდა საკოორდინაციო მზად იქნება თუ არა, ეს უკვე მისი, ასე ვთქვათ, ველია. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ეფექტურია საერთაშორისო კონტექსტში. ანუ ის კავშირები, რომელიც მას აქვს მაკრონთან, საფრანგეთის ლიდერობა სანქციებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ამ საერთაშორისო ურთიერთობებში საჭიროა მას კონდეს სტატუსი, ხო? გასაგებია, რომ მას ასე ვთქვათ, ის ამბობს, რომ მე ისევ პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ამბობს, თუ მას ექნება ოპოზიციის, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის სტატუსი, ეს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას მისცემს მას ამ მოლაპარაკებებში. ლიდერობას სჭირდება ადამიანების ნდობა და მათ შორის ქუჩაშიც. ეს არის ძალიან ხო, გამოჩნდა ქუჩაში გამოჩნდა. ნამდვილად, ამიტომ ეს მასია დამოკიდებული, რამდენად შეძლებს координаციას არა მხოლოდ რაღაც ოპოზიციური სპექტრის, არამედ რამდენად შეძლებს იმის გამოსხივებას, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ივანიშვილის მერე იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას დაიცავს შიდა ძალიან მძიმე სოციალური და ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. ხატია დეკანოიძე, ერთიანი ნაციონალური მოზრობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთებიან გიორგი შარაშიძე, კახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ლანა კალდავა ძლიერი საქართველოსთვის წარმომადგენელი. ლანას მივესალმები, გიორგი მალე შემოვა. მოგესალმები. მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის და თქვენთანაც საუბარს ამ ბოლო თემით დავიწყებ, სანამ სხვა თემებზე გადავალ. რამდენად თქვენი პარტია რამდენად არის მზად, რომ გაერთიანდეს სალომე ზურაბიშვილის კოლგის ქვეშ?
სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ხართ ამისთვის გზად თუ არ ხართ გზად? ეს საინტერესო თემა არის გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურ პროცესს ვერ ვიზრუნებთ, რა დაძაბავს პოლიტიკურ პროცესს. და პოლიტიკურ პროცესს დღეს არის სტაგნაციაში. ხო, ეს გასაგებია 4 რაღაც ბარიერ გადალახული პარტია, 4 ბარიერ გადალახული პარტია, გავიგეთ, მაგრამ ნუ მე არაფერი არ ხდება. შესაბამისად, ამისთვის რამდენად ხართ გზად? მოგესალმებით ტელემაყურებელს, ჩვენ არჩევნებიდან ძალიან ცოტა ხანში ლელომ ძლიერმა საქართველომ დაანონსა ინიციატივა, რომ შექმნილიყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ჩვენ მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ამის ალტერნატივა, იმ თვალსაზრისით, რომ საჭირო არის ერთიანი პლატფორმა, სადაც პოლიტიკოსები იმსჯელებენ პოლიტიკურ საკითხებზე. ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით საჭირო მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ნახონ ჩვენი ერთიანობა და ამავდროულად ის სინერგია, რასაც უნდა ასხივებდეს ოპოზიციურ ძალათა ერთობა. ჩვენ მაშინათვე ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ საპატიო თავმჯდომარეობა სალომე ზურაბიშვილს. დღესაც გვაქვს მასთან კომუნიკაცია. კომუნიკაციები არის როგორც საარჩევნო მიმართულებით, ამავდროულად ჩვენ ძლიერი საქართველო ვართ ხელმომწერები მის მიერ დაინიცირებული ქართული ქარტიის. ეს გახლავთ რეფორმების შესრულებაზე ვალდებულების აღება. ეს არის ჩვენი ხედვების ერთობლიობა, რაც ასევე გადაგზავნილი გვაქვს მასთან. მიგვაჩნია, რომ ის საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში, ასე რომ ეს ენერგია, ეს სინერგია, რაც მოდის გაერთიანებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გაერთიანება და კონსოლიდაცია არის ძალიან კარგი, იმ თვალსაზრისითაც, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტები იქნებიან, ქუჩის პროტესტის აქტიური მონაწილეები, ჩართულები და ნელა-ნელა დაიწყება უფრო მეტად მუშაობა იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად პირველ რიგში და ხელახალი არჩევნების ჩასანიშნად. ასევე როგორ მივდივართ იმ ხელახალ არჩევნებამდე, ამ საკითხების გარშემო საჭიროა ვისაუბროთ ბალმაგიდასთან, საჭიროა ვისაუბროთ ყველამ ერთად. ჩვენ ვიყავით მომხრე, ვერ გეტყვით, რომ ვერ შედგა, პირიქით, ორი დიდი შეხვედრა შედგა, სადაც წარმოდგენილები ვიყავით ყველა კოალიციის წარმომადგენელი. ერთი შეხვედრა თქვენ ნახეთ, რომ ქორთიარდ მარიოჩი როგორ დასრულდა ძალადობრივად, ანუ ქართულ ოცნებას იმდენად ეწყინა ეს საერთო შეხვედრები, რომ ძალადობრივად დაარბიეს და იქ ნახეთ, რომ ალიკო ელისაშვილი დააკავეს ასევე დათუნაშვილი. ამის გარდა არის რაღაც ჩამოყალიბებული სახე რომ მიეცეს ამ რეგულარული სახე ქონდა ასევე საინფორმაციო ხასიათის ყოველდღიურ გამოსვლებს ტელევიზიით, სადაც კოალიციების წარმომადგენლები ისხდნენ, ასევე ძალიან ეფექტურია საგარეო მიმართულებით მომუშავე გუნდი, რომელიც დადის საზღვარგარეთ და აქვს ძალიან წარმატებული ვიზიტები, ამავდროულად საარჩევნო მიმართულებითაც ვიკრიბებით და ეს არის ყოველდღიური კომუნიკაცია, მუშა შეხვედრები, რაც ასევე გრძელდება სალომე ზურაბიშვილთან. ხო, ну კი ბატონო, ეს საინტერესო თემა არის. ამ ადამიანებს ჰქონდეთ რაღაც ერთი საორიენტაციო, ანუ რაზეც გააკეთებენ სწორებას. სწორება გაკეთდება თქვათ რაღაც ერთობაზე, თუ ისევ მათ რაღაც ცალ-ცალკე პოლიტიკურ პარტიებთან მოუწევთ ურთიერთობა და მათ შორის მე არჩევანის გაკეთება. ეს არის აქ ხა, ხო, მნიშვნელოვანი თემა იმისთვის, რომ რაღაც თუნდაც ამ ხალხმა იზროს, რომ ოპოზიცია ძალას ასხივებს, ერთიანობას ასხივებს. რაღაც მნიშვნელოვანი გაერთიანება და არა რაღაც ესე ცალ-ცალკე ორგანიზაცია. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი სწორედ იმას გულისხმობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ ერთიანობა. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიები განსხვავდებით ერთმანეთისგან, ყველას გვაქვს საკუთარი პოლიტიკური იდენტობა, პარტიული იდენტობა, მაგრამ აუცილებელია მთავარ საკითხებზე, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საგარეო მიმართულებით მუშაობა, ამ საკითხებზე ქუჩის პროტესტის მიმართულებით ჩართულობა,
აქ არის ხედვების დაახლოვება აუცილებელი და აუცილებელია ასევე იმ სინერგიის ჩვენება, რაც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ მაგიდასთან ჯდომას მოაქვს და ამავდროულად იდეას ჯერ დიდი გამოხმაურება არ აქვს როგორც. არა, რატო არ აქვს გამოხმაურება, როგორც ხედავთ, გამოხმაურება იმის მიხედვით უნდა შეაფასოთ, რამდენად უფრო მეტად არიან გააქტიურებული ქართული ოცნების წარმომადგენლები იდეის წინააღმდეგ და მათ მიერ მართული ტროლები და ბოტები. ამიტომ ერთიანობის წინააღმდეგ ისინი ყოველთვის გამოდიან, ყოველთვის ცდილობენ რომ ერთიანობას შეუქმნან რაღაცნაირად საფრთხე, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას და საბოლოოდ ასეც იქნება, რომ პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უფრო მეტად დასხდებიან მგვალი მაგიდის გარშემო, სადაც იქნება საუბარი პოლიტიკაზე და აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით, ანუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზისის განმოხტვით და განმოხტვის ერთადერთი გზა გახლავთ ცხადია ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ბატონ გიორგისაც მივესალმები, გახარიას პარტიას წარმოადგენს ის. ბატონ გიორგი, თქვენი პარტია რამდენად არის მზად ასეთი ერთობისთვის? ხო, ლევოს მოწოდება ჩვენ მოგვისმენია ხაბუნკა ხაზარაძის. ამდენად ხარ მზად ერთობისთვის, ამდენად ხარ მზად ეს ერთობა იყოს სალონა ზურაბიშვილის ხოლმის ქვეშ. ამდენად ხარ მაგალითად რომ პოლიტიკური პარტია მარტივად რომ ვკითხოთ, რომ საერთო ლიდერად აღიაროთ სალონა ზურაბიშვილი. ხართ ამისთვის მზად თუ არ ხარ? თუ ეს საქმეს დაჭირდა, მოდი ასე დავსვათ. კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. ნუ ერთობას რაც შეეხება, პირველ რიგში მოდი ჩვენ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ერთობა და კოორდინაცია. მე ვფიქრობ და ჩვენი გუნდის პოზიცია ასეთია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არის იდეოლოგიური, მათ შორის სხვაობები, ერთობა, რასაც პირდაპირ გაგებით ერთობა ქვია, რაც შეიძლება კონკრეტულად ჩამოყალიბდეს, არ ვიცი, საარჩევნო სიების გაერთიანებაში და ასე შემდეგ, ეს ჩვენის აზრით არ გამოვა და არც იქნება სწორი. შეიძლება პირიქითაც ეს იყოს სწორედაც ის, რაც უფრო მეტად ასხავდეს ივანიშვილის რეჟიმის წესრულზე პირიქით. მაგრამ კოორდინაცია ხო არ არის ეს ახლა. მე ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ როცა აქეთ ხარ ეს დგას ხელისუფლება, რომელიც საკმაოდ დიდი ძალა აქვს, ხო, შევთანხმდეთ ამაზე. ყველანაირად. აქეთ ხარ ეს მის საპირისპიროდ იყოს ასევე ძლიერი საპირწონე. კი ბატონო. ამ ძლიერ საპირწონეს სჭირდება ეს ერთობა. ეხა ერთობა იქნება საარჩევნო თუ საარჩევნომდე თუ არ ვიცი რა ზარკო, მაგრამ კოორდინაცია მოდი ერთაგზე კონსულტაციებზე არ ვსაუბრობ. კონსულტაციაზე ბევრად მეტია. კოორდინაცია გასაგებია, მაგრამ ეს ვერ გამოასხივებს ძალას ამ ურჩევლისთვის. ან იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩაში დგას, ისინი ხომ და ხედავდნენ რა რომ ვინ შეიძლება დაუდგეს ქართულ ოცნებას პოლიტიკურ ველზე. ქუჩაში ისინი უდგანან. გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ ველზე ვინ დაუდგება ქართულ ოცნებას? ისევე სალსალკე პარტიები თუ რაღაც ერთობა პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ. ხო, ჩვენ ხოლმე შევთანხმდით პირველ რიგში ეს ერთობა უნდა შეეხებოდეს საქართველოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებას, ეს უნდა შეეხებოდეს უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ეს უნდა შეეხებოდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნას, მათ შორის სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ასე დაარქვა, ხო, ხაზარაძე? ბატონო, შეიძლება ასე დაარქვა, მაგრამ ეხლა არ მგონია დღეს აქამდე იყო თორცდები ალტერნატიული პარლამენტი და ასე შემდეგ. ეხლა არ მგონია, რომ დღეს ამ ტიპის სახელწოდებები, მათ შორის ოფიციალური ან არაოფიციალური სტრუქტურები იყოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ანუ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის კიდევ ვიმეორებ ერთობა იმ სამ ფუნდამენტურ საკითხზე, რაც არის დემოკრატია, საქართველოს ევროპული მომავალი, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის აქ რა თქმა უნდა ერთობას არანაირი სხვა ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი კოორდინაცია ყველა საკითხში, განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების საკითხში, იმიტომ რომ იცით რომ ქუჩის პროტესტში ბუნებრივია ჩვენ ყველანი რჩებით და ყოველდღიურად მონაწილეობთ, მაგრამ პოლიტიკური პარტიების როლი და წვლილი და ასე ვთქვათ გავლენა ასევე მნიშვნელოვანი არის საგარეო ასპარეზზე და ამის სხვათა შორის ძალიან რამდენიმე ყოველ შემთხვევაში სტრასბურგის მაგალითს გულისხმობ, კარგი პრეცედენტი არსებობს, როდესაც სწორედ აი ამ 4 პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალის ხმებით მოხდა საკმაოდ სერიოზული დარტყმის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დარტყმას გულისხმობ ცხადია, მიყენება ოცნების არალეგიტიმური რეჟიმისთვის. ასე რომ ამ ტიპის, ასე ვთქვათ, კოორდინაციის და თუნდაც ერთობის ოღონდ კიდევ ვიმეორებ და ვაზუსტებ
იმ ფუნდამენტურ საკითხებში, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი და ხელახალი არჩევნები და სამართლიანობის აღდგენა ზოგადად. ჩვენ ვინ არჩევთ ერთობას და არც ერთ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური ძალა. კოორდინაცია, რაზეც არის საუბარი, საკმარისია თქვენი აზრით. ამას გულისხმობს თქვენი მოწოდება? მთავარი არის, რომ ძირითად საკითხებზე იყოს ჩამოყალიბება და ხედვების ერთობლიობა, ეს არის პოლიტპატიმრების მიმართულება, ეს არის გასაგებია ხო, ყველა ფაქტობრივად ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ. ყველა ითხოვს პოლიტპატიმრების პოლიტპატიმრები ხელახალი არჩევნები, როგორ მივდივართ ხელახალი არჩევნებამდე, როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აი როგორ მივდივართ ხელახალი არჩევნებამდე. ეს არის ყველა მნიშვნელოვანი კითხვა. რა თქმა უნდა, დავსხდეთ და ვისაუბროთ. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რაც არის გარკვეული, უნდა იყოს ცესკოს ახალი ადმინისტრაცია, ყველანი ვთანხმდებით, აუცილებელია საერთაშორისო მაღალი დონის ჩართულობა, საერთაშორისო ეს გასაგებია, რომ კარგი არჩევნები როგორ ჩატარდეს, განეიტრალება, მაქსიმალურად მეტი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. ეს გავიგე, მაგაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი არის, როგორ მივიდეთ არჩევნებამდე, საუბრობთ იმ შესახებ, რომ ხელისუფლებას როგორ უნდა აიძულოთ. რომ არჩევნები დანიშნოს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ერთიანი პლატფორმა, სადაც ადამიანები დასხდებიან პოლიტიკოსებთან ერთად, ასევე იქნებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. კოორდინაცია გვაქვს და კოორდინაცია გაღრმავდება, კოორდინაცია გვაქვს, მაგრამ არ იყო აქამდე საკმარისი. საჭირო არის კოორდინაციის გაღრმავება და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭირო არის უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი კოორდინაცია. ეს კოორდინაცია გაგრძელდება და ცხადია დასრულდება გამარჯვებით. ხო, კი ბატონო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მივიღოთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა აიძულოთ ივანიშვილს, ხელისუფლებას, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. როგორ წარმოგიდგენიათ? ეს წარმოგვიდგენია შემდეგი გზით, ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალკე აღებული ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც ქუჩის პროტესტი და ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასე ვთქვათ, ხარდაჭერა ვერ გამოიღებს შედეგს. ანუ ერთადერთი რამაც შეიძლება შედეგი გამოიღოს, ეს არის უწყვეტად მათ შორის და გრძელვადიანად, ანუ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შეიძლება ამას დრო დაჭირდეს და ეს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ის წარმატება რისთვისაც ჩვენ ყველანი მათ შორის ერთად ვიბრძვით, ეს წარმატება დროში გამოიცდება. ეს არის დროის, ნერვების და გამძლეობის გამოცდა, რასაც ახლა საქართველოს გადის. ხო, ფაქტობრივად ჩვენ მოწმე ვართ სრულად ახალი თავისუფალი, ჭეშმარიტად თავისუფალი საქართველოს დაბადების პროცესის, როდესაც უამრავი ახალგაზრდა ლიდერი, მათ შორის არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ჩვენ თვალწინ იბადება. ხო, ესეც თავისთავად ჩემი აზრით მისასალმებელი პროცესია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთგვარად ცოტა განზეც კიდგანან ამ პროცესისგან, თუმცა თავის საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ჩემი პასუხი ამ კითხვაზე მე არის ის, რომ ქუჩის პროტესტის, პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერების, კოორდინაციის გაძლიერების, მათ შორის ერთიანი ნაბიჯების გადადგმის გაგრძელების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის უწყვეტი ხარდაჭერის პირობებში ჩვენ დადგება დრო მართალია რთულია მოთმენა, მართალია თქვენ ძალიან სამართლიანად და სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უთანასწორო ბრძოლასთან, ხო? ანუ ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება სრულად და ტოტალურად და რეალურად ძალადობს შესაბამისად საკუთარ მოქალაქეებზე და მეორე მხარეს არიან დაუცველი, სრულად დაუცველი მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა და ძალადობისა შესწევთ უნარი რომ ღირსეულად გააგრძელონ პროტესტი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ქუჩის პროტესტმა მიიღო რაიმე ტიპის დაუშვათ არაღირსეული ფორმა, ან არასამართლიანი, ან ძალადობრივი ფორმა. ხო, თუ დღეს ვინმე არის მოძალადე და რადიკალი, მიუხედავად იმისა, რომ პირიქით ძალადობრივი პროტესტი, როცა ისროდნენ მაშხალებს და ასე შემდეგ. ეს ახლა ყველამ კარგად ვიცით და კარგად გვახსოვს, ძალადობრივი პროტესტი რო ყოფილიყო, შემდეგ დღეებშიც გაგრძელდებოდა ძალადობა. ის ძალადობაც პროვოცირებული იყო მაშინ თავად ამ ხელისუფლების მიერ, ცხადია, იმიტომ რომ ეს რო პროვოცირებული არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, იქ არავინ არ იყო იმისთვის რომ ვინმეზე ეძავადა, ხო? ეს დასტურდება დღეს ახლა 100 დღეზე მეტი გავიდა და რეალურად პროტესტი არ ჩერდება მესმის შეიძლება ყოველი დღე მოვახერხეთ რაღაცა ჩაგვეხშო, არ ვიცი, ჩამოგვერთვია იქ პიროტექნიკა და ეს პასუხი ექნება ხა ეს არასერიოზული პასუხია, ცხადია, ნუ ფაქტი შეიძლება ჩვენ ხედავთ რომ ყოველდღიურად პროტესტს აღარ აქვს იმხელა მუხტი, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ხო? სამაგიეროდ შევადაროთ ნებისმიერ უახლეს ისტორიაშიც გავხსენოთ ძველი პერიოდი, გავხსენოთ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები
პერიოდები გავხსენოთ, თუნდაც ეროვნული მოძრაობის პერიოდი. მაშინაც კი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს რო კითხოთ, ისინიც დაგიდასტურებდნენ, ხა მეც პატარა ვიყავი და მახსოვს, ასე უწყვეტად ეს აქციები მაშინაც კი არ მომდიოდა, როდესაც რეალურად მთელი საქართველო იყო ამ იდეის გარშემო გაერთიანებული. შედეგი გვინდა ყველას წერად. გვინდა უფრო სწრაფად, მაგრამ დრო ჭირდება. ის ფაქტია, რომ ნელ-ნელა ასე თვით დინებაზე გაილევა მე ეს პროცესი. იმიტომ საზოგადოებას რასაც შეეძლო გააკეთა, ხო? ამდენი დღე მართლაც დგანან ეს ხალხი ქუჩაში. ეს რესურსიც შეიძლება ამოწურვადი იყოს სადღაც. ამიტომ ვამბობ, რომ რაღაცა შეიძლება ახალი სისხლი შეძინოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ყველაფერს. თუ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა. გამოსავალი არის პირველ რიგში ხალხის მხარდაჭერა და უწყვეტი პროტესტის შენარჩუნება საქართველოს ყველა დიდ და პატარა ქალაქში, ამავდროულად კოორდინაციის საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს არის სინერგიის მატარებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის, საერთაშორისო ჩართულობა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც პარლამენტი გახლავთ, თქვენ უნდა რომ 99 კაცისგან შემდგარი პარლამენტი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს პარლამენტარიზმის სტანდარტს. ამის გარდა საჭირო არის მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დროში გაწერილი პროცესი, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და თვითონ ქართველი ხალხიც ხედავს, რომ მთელი ის დაპირებები, რაც ქონდა ქართულ ოცნებას, დაახლოება ევროპასთან არჩევნების შემდგომ, დაახლოებას დასავლეთთან, სად არის დავშორდით ყველანაირად, აბსოლუტურად ყველა ფორმატებიდან არის გამოძევებული ქართული ოცნება, ამავდროულად სოციალური მიმართულებით. ქართული ხალხი ხედავს, თქვენ მასე გეგონათ არჩევნების წინას, რომ ქართული ხალხი ხედავდა ამ ყველაფერს. არა, სოციალური მიმართულებითაც გავრცელებული მდგომარეობა, რეზერვების მიმართულებითაც ხედავთ ხომ, რომ ეს რეზერვების ყველაფერი წასულია. ხალხში ხარდაჭერა, ხო, რო არ კონდეს, ვერ გააკეთებდა იმას, რასაც აკეთებს, ხო? რაღაც ნაწილში მოსახლეობის ხარდაჭერა აქვს. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ის ხალხი სხვანაირად ხედავს ამ პროცესებს. აი, ამ ხალხისთვის ამ პროცესების თქვენი გადმოსახედიდან დანახვებაც თითქოს ვერ ახერხებს, ხო, ოპოზიცია. ან იმ პროპაგანდას, რასაც ეძახით, რომ ეწევიან და ასე შემდეგ, ყოველ დღე, ან მაგალითად წამოვიხედეთ, ლიდერები, ქართული მარტირამზედი, ყოველ დღე გამოდიან, ბრიფინგებს მართავენ, ისინი ფაქტობრივად რაღაც აქტივისტების დაწერილი პოსტებსაც კი შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარეზე პასუხებს სცემენ, ასე მუშაობენ. ასეთ მუშაობას მაგალითად ოპოზიცია ვერ ხედა. ოპოზიციას რეუბნები, რომ აი ხელისუფლებამ რაღაც ესეთი განცხადება გააკეთა, მაგათ პროპაგანდაზე პასუხის ღირსიც საჭირო არ არის. რას ნიშნავს პასუხის ღირსებიც არ არიან? მაშინ როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ ლიდერებს კი არა, ვიღაცა Facebook იუზერებსაც კი არ იზარებს, რომ პასუხი გასცეს. ანუ მათი მუშაობა გაცილებით არის ორგანიზებული, კონკრეტულად მიმართული, დისციპლინირებული, ხო? და ოპოზიცია რას აკეთებს? მაგალითად ჩემთვის გაუგებარია. თუნდაც აი მათი პროპაგანდისთვის პასუხის გაცემის კუთხით, ერთ პასუხი რომ იცი ბაქო ეთერში რომ მომყავს, აიო 10 ოპოზიციონერიდან 8 მეუბნება რომ იცი რა ოპოზიციის ხელისუფლების განცხადებებს მეუბნები, პასუხიც კი არ უნდა გავცეთო. არა, ჩვენ არ ვთქვით, მაშინ იქნება ეს სალკარში თამაში. ჩვენ არ ვფიქრობთ ასე, საჭირო არის პასუხების გაცემა ცხადია, პასუხები უნდა იყოს კვალიფიციური. პარტიების ლიდერი, როგორც ისინი აკეთებენ, როცა პარტიების ლიდერები არიზარებენ და პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე გამოდიან და ყველას პასუხს სცემენ, საზღვარგარეთ იქნება, თქვენ კი არა, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია უნდა იდგნენ ყოველდღიურ რეჟიმში და მათ ყველა, რა ვიცი, სიუჟეტსაც კი იმედში გასულს პასუხს სცემდნენ და თქვენ ამას არ კადრულობთ თითქოს რაღაც ესე დამოკიდო არა ამა ეს რაღაც აი პროპაგანდას რა პასუხი უნდა გა როდესაც ქართული ოცნების როგორც ბრძანეთ რომ ქართული ოცნების ყველა მაღალი თანამდებობის პირი დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან და ასე შემდეგ გამოდის და საუბრობს კონკრეტულ დეზინფორმაციულ საკითხებზე ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან დიდი შიშია ქართული ხალხის ქართული ხალხის პროტესტის ეს არ დასჭირდებოდათ რეპრესიული კანონების მიღებაც არ დასჭირდებოდათ რომ არ ყოფილიყო ის მუხტი მოსახლეობაში პოლიტიკოსებში რა მუხტიც დღეს არის ამ წარმომადგენლობას ეგონა რომ როგორც ყოველთვის გააყალბდებოდა არჩევნები და მათ ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნებოდა თუ არა არ ეგონათ მათ ეგონათ რომ ყველა შევიდოდა პარლამენტში მიიღებდნენ ამ მოცემულობას მოხდა ის რომ მიიღეს აბსოლუტურად არ არის ასე საქმე რატო იღებენ ისეთ კანონმდებლობას რაც მათი იმიჯისთვის პირიქით არის დამაზიანებელი იღებენ იმის
იმისთვის რომ არის ძალიან დიდი შიში. არა და რომ არ ადარდებდეს საერთოდ შეეშვებოდნენ. რატო გამოდიან ყოველდღიურად და რატო იღებენ აი ასეთი მასშტაბის ჯარიმებს? იმიტომ რომ ხალხის პროტესტი შეადგება, მაგრამ ყოველდღიურად რო ხედავენ რომ აი ამ აკრძალვებით არ მიიღება ის შედეგი, რა შედეგიც მათ სურს, ახლა გადავიდგეთ უნივერსიტეტების ხელისუფლებაში არიან და ხელისუფლებაში არიან არალეგიტიმური და არაქმედნარიანი ფორმით და არაღიარებულები. როგორ გონიათ ეხლა შალვა პაპუაშვილს ან ამკა მდინარაძეს, რომელიც არის ხო პარტიის ლიდერი, არ შეუძლიათ რაღაც მე-10 რიგის წევრს ან მე-20 რიგის წევრს დაავალოს და იმან გასცეს პასუხი. ძიმე მდგომარეობაში არიან და საჭირო თვითონ აკეთებენ ამას პირადად, იმიტომ რომ იციან რომ ასე უნდა მუშაობა. ანუ ლიდერმა უნდა ილაპარაკოს, რომ ამას რეზონანსი კონდეს მოსახლეობაში და არა ვიღაცას დაავალონ იქ რიგით პარლამენტარს. თორე რიგით პარლამენტარები ქვეყნის ხავთ და არა ამას არ აკეთებენ. ოპოზიციაში ეს პირიქით არის. ლიდერები რაღაც თვეში ერთხელ გამოვლენ და ყოველ დღე სხვა ასე ვთქვათ რიგითი ოპოზიციონერები აკეთებენ განცხადებებს. რაც მათ მუშაობასთან შედარებით არის ჩემი აზრით აი ვერც კი შეედრება მათ დისციპლინას და მუშაობის ასე როგორ არის მიზანმიმართული ეს ვარაუბრობ თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე და ოცნება ერთი და მე მეორე თქვენ ამას ასუხით როგორც თითქოს ასევე დისციპლინირებული მუშაობით რომელიც ანუ ოპოზიცია რო ამბობთ რომ აი კოორდინაცია ამაში მაინც გქონდეთ კოორდინაცია რომ დაგეგმოთ როგორ გასცეთ პასუხი ამ ყველაფერს. ნუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვაკლებთ პასუხებს. არ ვიცი თქვენ ადევნებთ ხოლმე თუ არ ადევნებთ, როგორც ჩვენს ინდივიდუალურად. არა, თქვენ არ აკლებთ პასუხებს, როცა თქვენ გახსენებენ შეიძლება. არა მხოლოდ ამაზე კი ვლებობ, როცა თქვენ გახსენებენ. არა მხოლოდ, ძალიან ბევრი საუბარი არის, რომ ყველა დეტალს ისინი მიყვებიან. ანუ წარმოიდგინეთ როგორ მუშაობს ეს მანქანა. ხო, დილით გამოვა პაპუაშვილი განცხადებს, ჯერ პოსტ დაწერს, მერე გამოვა 1 საათიან ბრიფინგს გამართავს, მერე საღამოს გამოვა დინარაძე გამართავს ბრიფინგს, იქ პრემიერ-მინისტრი სადღაც წავა და ჟურნალისტებს ელაპარაკება, აი ტაშკენტიდანაც კი რაღაც აი მის, რა ქვია, იქ სადღაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებსაც კი იქედან სცემს. ანუ ყველაფერს არაფერს უპასუხოდ არ ტოვებენ. ამას ვამბობ, ანუ მათი დისციპლინა მუშაობის როგორია თუნდაც საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მაგრამ ამას და მე ამას საღამოს ყველაფერს თავს უყრის მათი პროპაგანდისტული მედია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ ამას აღწერთ როგორც მათ ძლიერ მხარეს. მე კიდე პირიქით მგონია როგორც დისციპლინარული ნაწილი შეიძლება მათ საინფორმაციო ომის თვალსაზრისით სამხელა რესურსები დგას ასევე მათი პროპაგანდისტული მარკეტის. ამას რესურსები არ ჭირდება ტრიბუნასთან დადგომას, ოპოზიციას შორის კოორდინირებას და თუნდაც საინფორმაციო ომის წარმოებას კოორდინირებულად. კი ბატონო. ალბათო, ახლა თქვენ იცით რომ ჩვენ პარტიას მაგალითად არ აქვს საკუთარი ტელევიზია და ჩვენ ძირითადად ჩვენი ასე ვთქვათ გზავნილების გატანას ვახერხებთ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური მედიით. ფაქტობრივად ძირითადად სოციალური მედიით. კოორდინირება შეიძლება ეს ხარვეზი გამოასწოროს. შესაძლებელია და უნივერსალურმა კიდეც მაგის პრობლემა თუნდაც ამაში ახლა ნუ ერთიანად. კარგი, მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი, უახლესი გეგმები თქვენი როგორია? თქვენ მოუწოდეთ ოპოზიციას რაღაც სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრში. ეს თქვენი მოწოდება და ამი კონკრეტულად ნიშნავდა იმას, რომ რაღაც ერთიანი სიები უნდა გქონდეს, ერთად გავიდეთ არჩევნებზე თუ ესეც მხოლოდ კოორდინაციას გულისხმობს? არა, ერთიანი სია და მიმართულებით რაიმე საუბრები ცხადია არ იგულისხმებოდა, ეს გულისხმობს პოლიტიკური პარტიების კოორდინაციას პოლიტიკის მთავარ საკითხებზე. პოლიტიკის მთავარი საკითხები არის დღეს წარმოდგენილი ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა სჭირდება იმ წესებზე შეთანხმება და ის მოლოდინები, რაც უნდა გაჩნდეს ახალი არჩევნების მიმართ, ამავდროულად საგარეო მიმართულებით წარმატებულ ნაბიჯებს, ანუ დღის წესრიგში დგას ეს საკითხები და ცხადია მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან და ქუჩის პროტესტში მონაწილეობა. კომუნიკაციის და კოორდინაციის მთავარი საკითხები არის ეს. სხვა მხრივ ყველა პარტიას გააჩნია საკუთარი პარტიული იდენტობა, აქვს თავისი პარტიული ხედვები, პარტიების შიგნით მუშაობა გრძელდება. ცხადია, ჩვენ ყოველთვის და ზოგადად პარტიები სამუშაო ფორმაში უნდა იყვნენ ყოველთვის და მზადყოფნი არჩევნებისთვის. ჩვენ ასეთი მზადყოფნა გვაქვს, მხოლოდ ეს არის მზადყოფნა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. კი ბატონო, თქვენი გეგმა არის ასევეა, მე რა ამხრება ხა ჩვენ რამე განსხვავებულს და ნიშნულად რადიკალურად ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით დღეისთვის. ჩვენ აქამდე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვიყავით აქტიურად ჩართული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების ფორმატში თითქმის ყოველთვის დავუღოთ მონაწილეობას. ასეც გავაგრძელებთ. პირიქით მიგვაჩნია რომ ეს არის ერთადერთი შეიძლება ითქვას ამ მოცემულობაში ყველაზე სწორი პლატფორმა, ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რამაც შეიძლება გადამწყვეტი პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს
ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მინდა გავაგრძელო თქვენი პირადად ეს მოსაზრება, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, შემიძლია გავიზიარო კიდეც ეს კრიტიკა, ბუნებრივია ყოველთვის ჯობს უკეთესად, ვიდრე ვახერხებთ, მაგრამ ეს არის განპირობებული ობიექტური მიზეზებით. ძირითადად არის განპირობებული იმით, რომ ჩვენ რესურსების სერიოზული ნაკლებობა გვაქვს, მათ შორის მედია რესურსების, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც მაგალითად მე პირადად ავიღებდი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად, ეს არის სწორედ ამ ოცნების fake გაყალბებულ ინფორმაციასთან ბრძოლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. უზარმაზარ რესურსს ხელისუფლება და მე მჩება შევიძრო ოპოზიციას უბრალოდ გაცნობიერებულიც კი არ აქვს, იმიტომ ეს პასუხი რომ ეხა მაგაზე პასუხის ღირსიც არ არის. ხა ის რა პასუხია? გეთახმებით და აი ამ ეს ნიშნავს რომ შენ ფერბურთი ეთამაშო ვიღაცას და დაუდაო ცალკარა. ანუ შენ კარი არ დაიცვა, არ შეუტიო და მარტო ჩვენგან განსხვავებით იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა საუბრობენ ამ ერთიანობაზე, გააჩნიათ წვდომა. კაცილებით სერიოზული წვდომა და არა თუ წვდომა პირდაპირ აქვს საკუთარი ტელევიზიები, ბუნებრივია მათ შეუძლიათ ეს ნაბიჯი გადამოდგან და მათ შორის ჩვენი გუნდის მისამართით და ბუნებრივია ჩვენ უარს ნამდვილად არ ვიტყვით მათ სატელევიზიო ეთერების ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენებაზე, მით უფრო თუ ეს დაგვეხმარება ოცნების მხილებაში და ეს კორუფცია. აი რატო არის ეს პრობლემა? იგივე რასაც ლელო წამოაყენეს ინიციატივა ამ რაღაც ამ ცენტრის შექმნა თუნდაც. რატო ვერ დაადრე? თუ ეს ცენტრი იქნება რამენაირად მე რა განსხვავებული ინფორმატისგან რა ფორმატის აქამდე იყო, კი ბატონო დავსდეთ განვიხილოთ. ახლა ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ რაიმე ტიპის სიახლე, აი ეს საბჭო კონკრეტულად რას ნიშნავს, რა სტრუქტურაა, რითი იქნება განსხვავებული აქამდე არსებული პლატფორმისგან, იმიტომ რომ ქალბატონი მაგალითად საუბრობდა, რაზეც ჩვენ გვაქვს იდეოლოგიური ერთობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა და ახალი არჩევნები და დემოკრატიული რეფორმები, ბუნებრივია ამ საკითხში ჩვენ წინააღმდეგობები არ გვაქვს, არც გქონია და არც გვექნება და ახლა დანარჩენი პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ბუნებრივია ჩვენი პროგრამებით და ჩვენი ტაქტიკით და სტრატეგიით ვაგრძელებთ ჩვენ სამომრჩეველთან კომუნიკაციას. ეს არის ჩვენთვის თავარი, მაგრამ მიზანი ბუნებრივია საერთოა და მოკლედ რო უთხრათ, რაიმითი იქნება განსხვავებული, ას დღეს არის იმისგან. როგორც ჩვენი წარმომადგენელი, ასევე მათი წარმომადგენელიც ჩართულია სალომე ზურაბიშვილთან სამუშაო პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ 31 მარტისთვის მზადდება პრეზენტირება იმ საკითხებისა, რა მიმართულებითაც ხდება პოზიციების შეჯერება, ამიტომ დაველოდოთ 31 მარტს და ნახოთ ეს ინიციატივა, რომ ალტერნატიული რაღაც პოლიტიკური ცენტრი შექმნათო, რითი იქნება არის განსხვავებული იმისგან, რაც უკვე გვაქვს საკოორდინაციო რაღაც შეხვედრა. უფრო მეტი координация საჭირო, უფრო მეტი координация თუნდაც გააქტიურება სალომე ზურაბიშვილის ამ მიმართულებით არის დადებითად აღქმული და ის ნაბიჯები, რაც აწი გადაიდგმება, ეს ყველაფერი იქნება უკვე თვის ბოლოს ცნობილი. გასაგებია. კარგი, მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის, გიორგი შაშიძე, ახალია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა, ძლიერი საქართველოს წევრი, იყო ჩვენს დაგველდეთ რეკლამის შემდეგ უკვე ექსპერტების მოსაზრებებს მოვისმენთ, რა ხდება ოპოზიციაში და რა ხდება ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ნაწილში ვაგრძელებთ საუბარს შიდა პოლიტიკაზე, რა ხდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა წავიდეს, არის თუ არა სტაგნაციაში, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარეს ეს პოლიტიკური პროცესი. ვახტანგ ძაბირაძე, ლელა ჯიჯილოვა არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ну, პრინციპში თავარი კითხვა ჩემი ეს არის, როგორ უყურებთ, ამდენი დღეა ეს პროტესტი მიდის, ну, საზოგადოებას რა შეეძლო გააკეთა და აკეთებს, ხო, ეხა, მაგრამ რას აკეთებს პოლიტიკური სპექტრი თქვენი განმოსახედიდან, ან რა უნდა გააკეთოს? ავტორია თქვენგან დავიწყოთ. მithwet სულ ახალხან ვიყავით ეს არჩევნო სიაში, ხო, ერთ-ერთ პარტია. არჩევნო სიაში ვიყავი, მაგრამ, ну, პარტიის წევრი არ? არა ვარ, ხო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში დღეს მე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობ. ამიტომ თამამად შემიძლია უფრო დაუშვათ ვიყო შედარებით კრიტიკული მათ მიმართ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. პირველი რაც შემიძლია ვთქვა, მე ვერ ვხედავ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მოახდენს ამ პროტესტის ტრანსფორმირებას პოლიტიკურ პროცესად. ეს არის
ხალხის საზოგადოების პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად გულწრფელი, აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს არის ის რაც შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს. მაგრამ საზოგადოებას არ შეუძლია დაგეგმოს, განსაზღვროს პროტესტის შინაარსი, ფორმები, როგორ უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმაცია, როგორი უნდა იყოს მისი ტაქტიკა, სტრატეგია. ამას ვერ გააკეთებს ცალკე აღებული საზოგადოება. თუ ჩვენ თქვით, რომ ვართ ერთიანები, საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, მაშინ მათ თავის თავზე უნდა აიღონ ეს ფუნქცია. ხა, მინდა კარგად გამიგონ, ძალიან კარგი იყო მათი, ასე ვთქვათ, საგარეო ასპარეზზე მუშაობის შედეგები, ის რომ ივანიშვილის რეჟიმის არ აღიარება დღესაც გრძელდება და რეალურად მას დასავლური ქვეყნებისაგან აღიარება არ მიუღია, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ამაში რასაკვირველია დიდია ოპოზიციის წვლილი, მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისაც, მაგრამ ეს სრულად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის ლიდერებად ჩანდნენ აი ეს პოლიტიკური ფიგურები და მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. რაღაცა პერიოდულობით 4-5 ადამიანი იკრიბება ქალბატონ ზურაბიშვილთან, გვეტყვიან, რომ ეხლა იქნება რაღაცა დოკუმენტი, მერე დოკუმენტი ვხედავთ, რომ არის სურვილების ჩამონათვალი, რომლის ასრულების არანაირი ნება და ნიშანწყალი ბიძინა ივანიშვილს არ ეთყობა ნამდვილად და ისევ ჩერდება ეს პროცესი. ამის ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემა, რაც არის, დაემთხვა ძალიან დიდ და სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს თანამედროვე სამყაროს, საერთაშორისო დღის წესრიგს და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა, რომელიც მიმართული გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერისაკენ, ძალიან კარგია, მაგრამ უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ პრიორიტეტებში ჩვენ არ ვიქნებით დღეს დღის წესრიგში არც ერთ შემთხვევაში ნომერ პირველი საკითხი და ამიტომ საკუთარ თავში უფრო მეტად უნდა ვეძებოთ საყრდენები იმისთვის, რომ პროტესტი მართოთ სწორად და შედეგი იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ეხლა საზოგადოება და მე როგორც ერთი მოქალაქე ვარ სრულად გაურკვევლობაში იმის გამო, რომ ვერ გავიგე რა პირობებში ვითხოვთ არჩევნების დანიშვნას. ამაზეც კი არ არსებობს ოპოზიციაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში თანხმობა. იმ დღეს მე უსმენდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს, რომელიც ასევე ხშირად არის ხოლმე ქალბატონ ზურაბიშვილთან თათბირებზე და თქვა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ, რომ არსებული კანონმდებლობის საფუძველზეც კი შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება და რომ ის ამაში ვერ ხედავს პრობლემას თუ შეიცვლება CSKO-ს თავმჯდომარე. მე ასე ნამდვილად არ უყურებ ამ საკითხს, რომ მხოლოდ CSKO-ს თავმჯდომარის ცვლილება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ აქ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მე საერთოდ არ ვიცი არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, არაღიარებულმა, რომელიც რეჟიმად ყალიბდება უკვე, აი იმ ხელისუფლებასთან რა ფორმით აპირებს ოპოზიცია ურთიერთობას, რომ ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ. ამიტომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი, თანამიმდევრული პოზიცია, ერთადერთი თანამიმდევრული პოზიცია აქვს საზოგადოებას 100 დღეზე მეტი რუსთაველზე მიდის და ამ პროტესტს შეძინა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ხშირად უსვამ ხაზს, თვისება რიტმული გახადა პროცესი, რაც ძალიან საინტერესოა თავისი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში უკვე როგორც სავალდებულო ქმედება, ისე აღიბეჭდა და შესაბამისად ადამიანები ვალდებულებად გაიხადეს პროტესტის სიარული. ეს ძალიან კარგია, მაგრამ
ამის გარდა უამრავი რამ არის საჭირო. ამ ადამიანებს ჭირდებათ ისეთი პოზიცია, რომელსაც არჩევნებამდე როგორ მიდივართ და არჩევნების შემდეგ რა გვინდა საერთოდ, როგორი ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს, ამაზე ამ საერთო პოზიციის ლეგიტიმაცია ხალხის მიერ არის საჭირო, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ პროცესს ვერ ხედავ, ხელისუფლებას არ აქვს კომუნიკაცია, ანუ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან საერთოდ ჩაჭრილი აქვს ეს კომუნიკაცია და პირდაპირ მტრატყავს გამოცხადებული საზოგადოების ეს ნაწილი და ერთადერთი რა ასე ვთქვათ ფორმმიქცევის მოდელიც არის ამას და დაჭერა ამას ჩამოხრჩობა ამას ჯარიმა ამას პატიმრობა ეს არის ამ ფორმით გვეურთიერთობება და რაც შეეხება ოპოზიციას მიმაჩნია რომ მათი კომუნიკაცია საზოგადოებასთან არის საკმაოდ მოგრძალებული და არ შეიძლება ეს ასე დიდხანს უბრალოდ ვერ გაგრძელდება. იცით, როდესაც ადამიანები მე მესმის რომ პოლიტიკაში ყოფნა სამწუხაროდ გარდაიქცა გარკვეულწილად კომფორტად ადამიანებისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვისაც და ეხლა ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან ბევრს უჭირს, მაგრამ პოლიტიკოსი გადაწყვეტილების მიღების გარეშე და პასუხისმგებლობების გარეშე არ არსებობს უბრალოდ და მე რასაც ეხლა ვხედავ იმას რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავს არიდებს პასუხისმგებლობის აღებას თავზე და გადაწყვეტილებების მიღებას რაღაცა ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებენ ქალბატონ ზურაბიშვილს და გონიათ რომ ის აიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე ნამდვილად არ იქნება. არც სალომე ზურაბიშვილი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ პროტესტის ტრანსფორმირებას მოახდენს და სხვა ენერგეტიკულ აგრეგაციას შესძენს, ეს ასე არ იქნება. ამიტომ იცით როგორ არის საბჭოთა პერიოდში იყო ერთი ანეკდოტი მოვიდნენ წითლები ჩაპაევშოს გამოყვარეს და მე თეთრები გამოყვარეს წითლები და კვირას მოვიდა მეტყე ესე კვირის დღეებში და ორივე გამოყვარაო და ბოლოს შეიძლება აღმოჩნდეს ესეთი რამ რომ მოვიდეს მეტყევე და ხელისუფლების გარდა ოპოზიციური სპექტრით გამოყაროს აი ამ პოლიტიკური პროცესიდან ამოაგდოს ხო ეს დიდხანს ვერ გასტანს ესე იცით რაშია საქმე ახალგაზრდა თაობას რომელსაც ეხლა მოდის და პროტესტის ავანგარდშია ძალიან ნაკლები ასე ვთქვათ თამასუქები აქვთ ამ ელიტებთან არა მარტო პოლიტიკურთან ბიზნეს ელიტასთან სამეცნიერო ელიტასთან ყველა ელიტებთან რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში და დაიწყება ანტიელიტური მოძრაობა საქართველოში მათ შორის პოლიტიკოსებიც მოყვებიან ამაში. ბატონო ახლა თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს აი ამ პროტესტს გასაგებია რაც ხდება ქუჩაში რა ხდება პოლიტიკაში თქვენი აზრით? გესალმებით ქუჩაში რაც ხდება დაახლოებით იგივე პროცესია პოლიტიკაშიც იმიტომ რომ ქუჩის გაყოფა პოლიტიკისგან საქართველოში მაინც არ გამოდის ხომ ეს ერთი მეორე იცით რაშია საქმე რომ ამ ქუჩამ თავის დროზე თავად თქვა ამ პოლიტიკურ ელიტაზე უარი და დღეს კი ბატონო სიტუაცია შესაძლოა ცოტა შეიცვალა მაგრამ სიტუაცია არის პატური სიტუაცია გარკვეულწილად იმიტომ რომ დადგა მომენტი როდესაც ხელისუფლება კი კანონებს იღებს რაღაცებს აკეთებს ვიღაცებს აპატიმრებს აჯანიმებს და ასე შემდეგ მაგრამ თავარი ამოცანა რაც ხელისუფლებას უნდა რომ ეს პროტესტი ყოველ შემთხვევაში ქუჩაში არ იყოს და ქუჩიდან როგორმე გააძრევოს ამას ვერ ახსენებს მეორე მხარეს ოპოზიციაც ვერ აკეთებს იმას რომ არჩევნები დაანიშნინოს როგორმე არჩევნები დაანიშნინოს ხელისუფლებას აი ესეთი წონასწორობა შეიძლება ითქვას და ეს ალბათ კარგახანს გაგრძელდება იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ამ წუთში მე ნამდვილად ვერ ხედავ როცა ლაპარაკობთ რომ პოლიტიკური კოსები გააქტიურდნენ
რას გულისხმობთ ამაში, ხო? ახაც ესეც სათქმელია. თუ გააქტიურებაში მას გულისხმობთ, რომ აი ახლა მდუმარი აქციებია და ეს გადავთარგმნოთ დაუშვათ მიტინგებში, ხო? ამ მიტინგებში პარალელური პროცესი, მაგალითად, გაერთიანების პროცესი, სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ, სალომე ზურაბიშვილის ლიდერად გამოცხადების პროცესი, რაღაცა მოხდეს, არ ვიცი. ხო, ამის მცდელობები რა? ძალა დაინახოს ხალხმა იქით პოლიტიკური ამის მცდელობები რამდენჯერმე იყო, მაგრამ ჯერ ეს პოლიტიკური სპექტრი როგორც ჩანს ამისთვის მზად არაა. მეორეც ახაც დასაფიქრებელია ერთი რამ, ხო? თუ დღეს მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდება, ეს უფრო მისაღები იქნება საზოგადოების თუ ნაკლებად მისაღები იქნება. ეხლა არის ლაპარაკი ზურაბიშვილთან რაღაც კოორდინაციაზე, რაღაც შტაბის შექმნას, მაგრამ აქაც პრობლემებია. და პრობლემები არის ის, რომ რა უნდა აკეთოს? 31-ში აქცია უნდა დაგეგმოს? ეს არის სულ? აქ არის კოორდინაცია საჭიროა. და თუ ვინმეს დღეს შეუძლია კოორდინაცია, ყველაზე მეტი, ყველაზე მისაღები ზურაბიშვილია, მაგრამ ზურაბიშვილიც არ აქტიურობს. ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში რაღაც ქარტიას გამოაცხობენ, ესეც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რა ვიცი, ახლა ნახევრად ნედლი დოკუმენტი, რაც იყო და თავის დროზე, ეხლა რაღაც 5 პუნქტიანი გეგმა ამაში იხარშება დღეს. რაღაც საჭიროა რაღაცის გაკეთება, ოღონდ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა. ეს ცოტა რთული სათქმელია. კოორდინაცია უნდა იყოს და უნდა ნელ-ნელა გზები მოძებნონ ერთმანეთთან მისასვლელი. ჯერჯერობით ამას ვერ ხედავ. თუმცა იცით მოდის გაზაფხული და როგორც წესი საქართველოში პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იწყება და აქ შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მოხდეს. მე არ ველოდები, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წავა, ჯერჯერობით არ წავა. ნუ მგონია, რომ დათმობებზე წავა მაშინ, როდესაც ელოდებით თუ არა იმას, რომ ხელისუფლება პირიქით უფრო მოუჭერს ჭანჭიკებს და ყოველდღე რაღაც ახალ კანონს იღებენ, ახალ რაღაც ხო, მაგრამ ეხლა სტუდენტების გარიცხვა დაიწყეს, ჯარიმები დაჭერდა, რეპრესიები ხوار იქნება ქვეყანაში. კი, ამისგან წავა, მაგრამ ეხა როგორ არის, ხო? ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები რომ შემოიღეს, ამის გასაჩივრება მიდის, ეს სასამართლო სისტემას უბრალოდ გაჭედავს აქედან და მეორე ერთია კიდე ეხლა არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ მე ცოტა ახალგაზრდა რო ვიყო 5,000 ლარიანი ჯარიმის გადახდას მერჩევია 60 დღე მშვენივრად წამოვწე მით უმეტეს ახლა ეს საბჭოთა ციხეში ნაჯდომი ხარ და ეს ციხე არა მარტივად უყურებ თუ ტელევიზორი გეკნება მე როგორც ვიცი მათ პირდაპირ კი არ გიჭერე მე მიდის შენი ხელფასის დაკავება მე მიდის ქონობა თუ გაქვს რამე იმის დაყადაღება და ასე შემდეგ ანუ ციხეში არ გიშვებენ ეგრევე შესაბამისად მაშინ ხელფასი ვიღაცა სხვა უნდა აიღოს შესაძლებლად ან მაგარიში არაფერი არ უნდა კონდეს თორე თვითონ წაიღებენ ხო ნუ მაგას ახლა საქართველოში ძირითადად ფინანსური ზეწოლა და წნეხია რომელიც ბატონო ზეწო არის ეს ძნელი გასაძლებია ადამიანებისთვის ეს ფინანსური იცით რაშია საქმე რა ვიცი ახლა ცოტა ადვილი სათქმელიც არის და რთულიც მაგრამ თუ ჩვენ მართლა იმას ვთვლით რომ აი ძალიან კრიტიკული სიტუაციაა ну მაშინ ახლა ამ ასეთ რამებზე წასვლა შეიძლება ხო ანუ ეს უნდა იყოს პროტესტის ფორმა ხო რა თქმა უნდა პროტესტის სხვა ფორმებიც შეიძლება კი ბატონო შეიძლება რაღაცა იყოს უფრო როგორ გითხრათ უფრო აქტიური ფაზა შეიძლება დაიწყოს პროტესტის მაგრამ გარღვევა იქნება მაშინ, როდესაც რუსთაველის პროსპექტიდან პროტესტი გავა საზოგადოებაში. ამისთვის საჭირო არის კოორდინირებული მოქმედება. მე ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ვერ ვხედავ, იცით რა, რაღაც გადაწყვეტილებებს კი არა, თუნდაც საზოგადოებასთან მიმართებაში რომ ადამიანს პოლიტიკოსი იქნება ეს ექსპერტი იქნება თუ რა ვიცი არასამთავრობო რომ აი ამ პრობლემებზე ნაფიქრი რომ აქვს თვითონ რომ აქვს ნაფიქრი რაღაცაზე და აი ამ თავის ნაფიქრს
შეიძლება მისაღები იყოს, შეიძლება მიუღებელი, ეგ სხვა თემაა. მაგრამ ამასაც ვერ ხედავ. რაღაც ისეთ მაშინ სიტუაციაში ვარ. და ჟურნალისტი რაღაცას მეკითხება, მეც რაღაცას პასუხობ, ორივე ყოფილი ვარ და დავიშალეთ. აი აქ ამ დონეზე ვარ. არ არის ეს ასე, იმიტომ რომ განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრს თუ უნდა რომ იყოს წარმართველი, მას ნაფიქრი რაღაცებზე უნდა ქონდეს. ახლა ითქვა ამაზე, რა ქვია, არჩევნებზე, ხო? ხო, მართლაც და ეს ხომ არ არის აქ მე ნაციონალებთან დავდგები თუ არ დავდგები თუ არჩევნებისთვის საარჩევნო კანონზე ოპოზიციური სპექტრი თან ხდება? ეს ის კანონია, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ხელს მოაწევს და თუ ეს კანონი არ არის, დალოცული ეს მაინც გააკეთე. და თქვი რომ აი კანონი მეც ბლოგში ხა ეკამათებოდი პოზიციას მაგის გამო რომ აი ერთნაირი ფრონტი მაინც შექმნა საინფორმაციო მის წინა კი ბატონო ეგეც გასამართად ხელისუფლებასთან რომელსაც აგებენ კი 10 ნოლზე აგებენ კი აგებენ მაგრამ მაქვს რამდენჯერმე რა თქვა მე რომ ორი ტელევიზია იყო სააკაშვილის დროს მაგრამ ეს ტელევიზია არ იყო რომელია პარტიული და არის პარტიული ტელევიზიები და ამ ტელევიზიებში სამწუხაროდ გამოდის ისეთი გამოყავთ თუ რა ვიცი როგორც არის ადამიანები რომელთათვისაც საზოგადოების მესამეც ალერგია აქვს და ნუ ახლა ნეიტრალურ ამომრჩეველზე უნდა იმუშაო ნეიტრალურ საზოგადოებაზე თუ ხარდამჭერი ოპოზიციის დამიჟველობა აი ბატონ ვახტანგ გამოდა რომ პროტესტმა თავად თქვა უარი პოლიტიკოსებზე ხო ახლა იქ პოლიტიკოსების დაბრუნება როგორ წარმოგიდგენიათ იცით რა, ჩემი გამოგონილი არ არის არც ჩემი ნაზრები და ნაფიქრი, რომ ძალას უნდა დაუპირისპირდეს თუ გინდა რომ დაამარცხო მასზე დიდი ძალა. ეს სიდიდე აუცილებლად რაოდენობაში არ არის. შეიძლება რომ არ განისაზღვრებოდეს. ეს არის მდგრადობა, ეს არის დაუშვათ ფინანსური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, ნდობა უფრო მეტი და ასე შემდეგ. ბევრმა რამემ შეიძლება განაპირობოს. ვერ მოხდა ალტერნატიული ძალის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა დაუშვათ ბიძინა ივანიშვილისთვის. რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი? ეს არის მისი ფინანსური შესაძლებლობები და ეს არის ეგრეთ წოდებული რეპრესიული მექანიზმი, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით ის ახორციელებს. ხო, მოცემულობა ეს გვაქვს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ აქეთ მხარემ, რომ ამას დაუპირისპიროთ ალტერნატიული ძალის ცენტრი. ძალა გვჭირდება. ეხლა რაც ხდება რუსთაველზე, ხო? 100,000 კაცი იქნება იქ თუ 20,000, თუ ამან არ შეიძინა ძალის მახასიათებელი, იმას არ ექნება იმის უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. მოკლედ, მე მაქვს შეიძლება ახლა ცოტა უხერხულად ჟღერს ჩემგან, მაგრამ არა ვართ მე რა ისეთი ღვთისმოსავები, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ მარცხენა ლოყაში გვირტყავს, ჩვენ მარჯვენა შევუშვიროთ. არ უნდა შევუშვიროთ. ხელის შემოbrunებაც უნდა ვისწავლოთ. მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნათ ივანიშვილს. და ეს დისკომფორტი არ უნდა იყოს მარტო რუსთაველზე 3 საათით ქუჩის გადაკეტვა. არ არის საჭირო რუსთაველი ყოველღამე გადაიკეტოს, მაგრამ შეიძლება გადაიკეტოს სხვა დროს უფრო მნიშვნელოვანი ქუჩა, სადაც რეჟიმი უფრო მეტ დისკომფორტს მიიღებს და ამას რომელი ქუჩა უნდა იყოს ეს და რომელ დღეს, ამას სჭირდება კოორდინაცია და რაღაცა ერთიანი ტვინი, რომელიც გათვლის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პირველ დღეებში, როდესაც ძალოვანები იყვნენ ძალიან აგრესიულები. ისიც კი არ ვიცოდით საზოგადოებამ, ისე რომ დამდგარიყავით
დავით. აი მაგალითად თბილისის მოლთან ეს ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ ძალოვანებს არ გავეყავით შუაზე და იოლი არ ყოფილიყო შემოვარდნა ჩვენ შორის და ადამიანების გატაცება და წაყვანა. ამასაც კი სჭირდება სწორი გათვლა და დაგეგმვა. იმ აგრესიის პირობებში იმის ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია მიტინგებზე ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ და ქალები არ ვაცემინოთ და ბევრი რამ შეიძლება ისეთი გაკეთდეს და საერთოდ კიდე შეიძლება თუ რამე მუშაობს ამ ქვეყანაში რკინიგზა თუ რამე სხვა ტიპის ასეთი დიდი ასე ვთქვათ კომპანიები მათთან მისვლა და დალაპარაკება საჭირო არ შეგიშვებენ ხო რკინიგზაში რომ მიხვიდეს ალაპარაკოთ მაგრამ ამბავი მაინც უნდა შეიქმნას ყველგან უნდა იყოს აი ეს დამოკიდებულება რომ პროტესტი მიდის ადგილებზე და იმ ადგილებზე ელაპარაკება ხალხს. იქიდან 10 კაცი გამოყვება თუ 2, ეს წინასწარ არავინ არ იცის, მაგრამ ასე ნელ-ნელა შემოიკრებს რუსთაველი კიდევ მეტ ხალხს და კიდევ ერთხელ ვამბობ, პანაცეა არ არის რუსთაველის გადაკეთვა. კი ბატონო, ყოველ საღამოს შეიძლება მივიდეს ადამიანები ამ რუსთაველზე, მაგრამ სხვაგან შეიძლება უფრო ეფექტური იყოს. დღეს სიტყვაზე ვამბობ, ლეონიდის ქუჩის დაკეტვა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს. ვიღაც სტუმარი ჩამოსულია, ან რაღაც ხდება ისეთი სამთავრობო ღონისძიება და მაგ დროს ხელს უშლია. ანუ ჩვენ რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ დისკომფორტი შეუქმნათ, ხო, რეჟიმს და რა გამოდის ჯერჯერობით ისინი გვიქმნიან დისკომფორტს იმის გამო, რომ რუსთაველზე თვითონ კეტავენ ქუჩაზე, მერე მოაქვთ თვითონ ჯარიმები არიგებენ. აი რა დღეშიც ივანიშვილმა ეს პოლიციელები ჩააგდო. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის დააძუნძულებენ ამ ხელა კაცებს, რომ შეხედავ თასავით კაცებს ამ იმეებით, რა ქვია, ჩეკებით აქეთიკით და ოჯახებში კარებზე აკაკუნებენ. აი სამარცხვინო დღეში ჩააგდო პოლიციელი. პოლიციელს პოლიციელი სახე დაუკარგა იმის, რა ქვია, უსაფრთხოების სამსახურს საერთოდ გროტესკად გადააქცია Facebook-ის პოსტების შემოწმებელ რედაქტირებაზე მუშაობენ, ეგეთი არაფერი გამიგია და მინახავს და ამ დროს ჩვენს გარშემო და გარდა ამისა, მე რაც მინდა ვთქვა, დღეს, როდესაც ახალი საერთაშორისო წესრიგის არქიტექტურა და განსაკუთრებით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მიდის ლაპარაკი, მე გავიგე ჩვენი რეჟიმი რა შვება და სად დადის, როგორ დადის, როგორია მისი გეოგრაფია, ვის ხვდება. ჩვენ, ვინც წარმოგვადგენს იმ პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, არ უნდა ვიცოდეთ, დაუშვათ ბრიტანელების მიერ შემოთავაზებულ პროექტს, უჭერენ მხარს, ფრანგების მოდელი უფრო მისაღებია მათთვის. რას ფიქრობენ, სად არის ამ თემებზე მსჯელობა, ამიხსენით, ან თვითონ ერთმანეთში ეს აქვთ შეჯერებული. ეს არის პოლიტიკა, აბა რა არის, ვერ გავიგე პოლიტიკა. გასაგებია და ბოლო კითხვა მექნება, თუ ისე მოვიდა თვითმმართველობის არჩევნები, რომ ეს ახალი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქნას ოპოზიცია, უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? არ ფიქრობ, რომ ამ თემაზე დღეს უნდა იყოს ლაპარაკი. არ ფიქრობ. თუმცა დაიწყო ლაპარაკი. ხელისუფლება დაიწყო და ხელისუფლება ამას აკეთებს, იმიტომ რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაში. ოპოზიცია რო ამას აყვა, ეს კიდე ცალკე უბედურებაა. იმიტომ რომ დღეს 6 თვით ადრე საქართველოში და ამ სოფლიოში როცა ყველაფერი იშლება და რაღაც ახალი ხდება, ილაპარაკო რა იქნება ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებ თუ არა მონაწილეობას. Ну, это абсолютно. Ара მგონია რომ ეს სწორი სულაი. და ოპოზიცია მას და საზოგადოებაც ამაზე ლაპარაკს თავი უნდა დაანებოს. ის წესრიგში არის რეგულარში არჩევნები, ჩვენ უნდა ვიმძღოლოთ იმისთვის, რომ ამას მივახციოთ. და ეს თემა უნდა დაახუროთ, რომ სწავლა უფრო ცუდი იქნება ეს ოპოზიციაში. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ვახტანგ ზაბირაძე, ლელა ჯეჯელავა. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, იგი მშვიდობით ხვამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.